Okay. Nice, კარგად ჩანს. ხოდა. ძალიან დიდი wide angle-ია მას და მე ესეც. ძალიან წვავე კითხვით წება, ისეთი წვავე კითხვა, რომ ალბათ 70%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. ჯერ დავწავოთ სიტუაციას და რიგრიგო. თქვენ კითხვაზე იფიქრეთ ისე, ანუ რა კითხვების დაიწერა, ეს საკმარისი არ არის, ცოტა კითხვა, 13 კითხვა სულ. და ბევრად მეტი კითხვა უნდა დავსვათ რა, რაღაცნაირად ინტერაქტიული იყოს. ეს ჯობია რა, ბევრად ვიზუალურად გვაქვს. მინდოდა დიდ ეკრანზე. ისე მუშაობს. ახალი ტექნოლოგიები. ჰიბრიდია შეიძლება. მე ყველაზე მეტად ვატარებს ეს მას წელს ტექნოლოგიებს. მან კავნის. Oh, it did. Head out. Okay. Yeah. კარგი, მეგობრებო, დავიწყოთ. როგორ? კამერა ახენია ეს. ის მოვა. ხო, ძალიან პირველში პატარა შეცვალს გავაკეთებ, ალბათ მაქსიმუმ წუთს ავთო. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ხოლმე. წინაზეც ბოლოს ონესტრისი შევიკრიბეთ. ამადაც ძალიან კარგი იყო. და ეხლაც ძალიან მიხარია ნასამსახურების განახვას და ასევე ახლებისაც. ფავორიტი სუღია იყო ახალი ადამიანებისთვის და მომავალშიც იქნება. და ეს დაინტერესების დონე როგორიც გვაქვს, მგონია რომ უფრო გაიზრდება და უფრო მჭიდროდ ვიქნებით
გამოხატული. მეტი ესეთი შეკრება მინდა რომ გავაკეთოთ გაზაფხულზე, ზაფხულშიც და შემოწმოს ზამთარშიც. აიდან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოსულს. დღეს რატომაც აღნიშნავთ 9 წლიან ამბავს, 10 წლიანს უკეთესად აღნიშნავთ სავარაუდოდ. მაგრამ ხშირად ჩვენ ჯგუფში იწერება ხოლმე ძალიან განმეორებადი კითხვები, რომელზეც პასუხი არ არის ხოლმე დამაკმაყოფილებელი, ან ახალი ადამიანი პასუხობს და ამაზე ბევრჯერ მქონია გამოხმაურება, რომ იცით რა შეგიძლიათ ჯგუფში ძიების ფუნქცია გამოიყენოთ და თუ პასუხი არ დაკმაყოფილებს, ვერ დაწერთ, რომ თითქოს არ გაისხამოს, იმიტომ რომ გასწავლის მომენტში შეიძლება აზრი დაიკარგოს და ჯგუფი გახდეს არასასურველი, უფრო მეტად გამოყენების მიერ ვიდრე მანამდე. ეს არის ჩემი ერთი თხოვნა. მაგრამ მაინც იწერება და მაინც იწერება ვერ გავიქცევით ამ ყველაფერს და ბარემ Q&A ჩაგვეტარავინა ამ ჟურნალ სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა დიზაინ ინსტიტუტს, რომ ეს 9 წლიანი ამბავი დავით თავისუფლად 9 წლიანი ამბავი აქ აღნიშნეთ და მომავალში ძრავი დარწმუნებული ვარ სუპერჩი დაგვიდგება წინაზეც ძალიან ბევრი ინიციატივას ანუ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ინიციატივას გამოხატავს ხოლმე და ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სჭირდება ქართულ კომუნას და მგონია რომ გლობალურ კომუნასთან უფრო მეტად ახლოს უნდა ვიყოთ და დიზაინ ინსტიტუტის ალბათ თავარი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია ეგ არის რომ დაგვაახლოვოს, ხშირად ტარდება ხოლმე ივენთები, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ადამიანების, სხვადასხვა მიმართულებიდან დიზაინის ირგვლივ და ატარებენ ვებინარებს, ლექციებს, კურსებს და შეგიძლიათ მეტად გამოიყენოთ ეს სივრცე, მეტად იყოთ ჩართულები ამ სივრცეში და ძალიან დიდი მადლობა პერსონალურად ნინოს. და რავი, მომავალშიც მოკლედ ხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რაღაც რაღაცას გავაკეთებ. გადავიდეთ პირდაპირ Q&A-ზე, როგორც გითხარით, შეზღუდვის გარეშე ძალიან მარტივად მივხვდეთ კითხვებს. ხელის აწევით გთხოვთ, თუ ვინმეს უკეთესი პასუხი შეიძლება გასცეთ ადეკვატურობის პარალელში, რომ ხუმრობა გასაგებია, შეიძლება შევინარჩუნოთ და ინტერესი დავაკმაყოფილოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას სვამენ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც დაიწერა, საერთოდ არის იმის შანსი, რომ ჯუნიორ პოზიციაზე დავიწყოთ მუშაობა. ეს არის ალბათ 80%-ის პრობლემა მეტი თუ არა. და რატომ არის მე გავცემ პირველ რიგში პასუხს სწრაფად, იმიტომ რომ არ მინდა დავაყოვნოთ და მე ხელის აწევით ისევ ერთხელ თუ შეგიძლიათ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ, იქნება ძალიან შეგიძლიათ აქ მოვიდეთ დაჯდეთ. აქედანაც ვისაუბროთ თუ რამე გასარჩევი გვაქვს ისეთი, მაგრამ მართლა კარგი, რა პრობლემა? მე ვიყავი ჯუნიორი, ყველა ვიყავი ჯუნიორები, ვინც ეხლა სხვა დონეზე ვარ და ჯუნიორობა ზოგადად ესეთი განაჩენი არ არის. დამოკიდებულება საქმის, რომ რაღაც ეტაპი უნდა გაიარო. ამ ეტაპს თუ არ გაივლი, პირდაპირ შეუძლებელია რომ გახდე სხვა დონის პროფესიონალი. დისციპლინაზე ხშირად ვამახვილებდი ხოლმე ყურადღებას ეს ბოლო პერიოდი და ეხლა კიდევ უფრო მეტად ვამახვილებ. ადამიანებს აქვთ წარმოდგენები, რომლებშიც ეს რეალობა და წარმოდგენა ძალიან დიდწილად ცდება ხოლმე და ამაზე უნდა ქონდეს ღიაობა. ანუ ჯუნიორ თუ ხარ, წარმოდგენა გაქვს, რომ ძალიან ნორმალურია. მაგრამ როგორ დასაქმები, სად დასაქმები, რას გააკეთებ, ეგ არის რა წარმოდგენა შეიძლება რომ გქონდეს, იქიდან ძალიან განსხვავებული. საქართველოში სხვა რეალობაში ვდგავართ, ეგეც ვიცით, რომ არიან კომპანიები, ვინც ითხოვენ რაღაცა კონკრეტულ ვარიანტებს, რითაც შეიძლება რომ დასაქმდე, ვარიანტებს იმიტომ ამბობ, რომ რეკვირემენტებს ვერ დავარქვენ, ანუ შენაცვლებით უნდა გქონდეთ ბევრი სკილი და მაგნიტური რეკვირემენტი არ არსებობს უბრალოდ. და ეგ პრობლემა ეს ხარეს არის, სიმართლე გითხრათ, რომ მაინც ჯუნიორები არიან ისეთ მომენტში, რომ ვერ საქმდებიან. არც იმ კომპანიებს აქვთ საკმარისი რესურსი, რომ თავიანთი რეკვირემენტები იყოს უფრო დაბალი იმისთვის, რომ ჯუნიორმა დაიწყოს. და ჩემი რჩევა რა იქნებოდა? ყველაზე მნიშვნელოვანია წარმოვიდგინოთ მათი ხედვა. ანუ რა სურთ მათ? და მათ სურთ, რომ მათ პრობლემა გადაწყვეტილი იყოს, ხო? ანუ იმიტომ გილავთ, იმიტომ გიხდით პულს, იმიტომ უნდა თქვენთან ერთად მუშაოს, რომ ეს პრობლემა გადაუწყვეტოთ. თქვენ მესმის, რომ ხართ გადარჩენის ინსტინქტში, მეც ეგრევე ვიყავი თავის დროზე, მაგრამ ეს გადარჩენის ინსტინქტი ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადავდოთ.
და რეალურად ფოკუსირდეთ მართლა რა პრობლემის გადაჭრას სურს ამ ხალხს. და რატო აქვს ესეთი დიდი პრობლემა, რომ ჯუნიორებთან არ უნდათ რეალურად მუშაობა. და არიან დიდი კომპანიებსაც უნდათ საქართველოში არ მაქვს საუბარი, გლობალურ მასშტაბზე ინტერნები ესეთი მიმართულება ძალიან დიდ კომპანიას აკავა, IBM-ი გინდა, Microsoft-ი გინდა, Facebook-ი გინდა, ინტერნეტი ყველგან არის, Google-იც არის. მაგრამ საქართველოში იმიტომ არ არის, რომ იქიდან ხარისაც არ არის სწორი გარემოება რა, ეგრეთ წოდებული, რომ აი მე ავიყვან ჯუნიორს და პირველი რაცა შეგვიძლია, რომ დრო უნდა დავუთმოს სენიორმა, რომ ჯუნიორს რაღაცა გააკეთებინოს. ძალიან ცუდი წარმოდგენა, ძალიან ცუდი. მე მინახავს ძალიან ბევრი ჯუნიორი, რომელიც სწორხაზოვნად, სწორად განვითარებულა და იმაზე სწრაფად განვითარებულა, ვიდრე სხვა ნებისმიერი სენიორი და რატომ უნდა მოუკლათ ადამიანებს ეს შეგრძნება, ხო? და აქედან ხარ ეს ჯუნიორებსაც რასაც ყველაზე დიდ რჩევასაც მიცემდით არის რომ აი წარმოდგენის მომენტში ეცადეთ რომ იყოთ მეტად ხისნები კომუნიკაციაში. კონტენტ შეგრძნება რომ თქვენი საუბრებით რეალურ ადამიანს მიწერეთ ვისაც აქვს გამოცხადებული ვაკანსია და ისე კი არ მიწერეთ რომ ჯუნიორს ხო არ ეძებ? არა. იცით რა მე ისეთი ადამიანი ვარ, მე ეს რაღაცას ვაკეთებ და ხო არ ფიქრობთ რომ ჩემი და თქვენი რაღაც მომენტში თანაკვეთა შეიძლება იყოს და დავსახდეთ თქვენთან. იმათი პერსპექტივიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი იცით, ჯუნიორს ხო არ ეძებ? თქვენ ნამდვილად ჯუნიორი ხართ და ეს კითხვა მაგით გიჩნდებათ. და იმათი პერსპექტივიდან რომ დაინახავს რომ იცით რა აი ეს რაღაცების კეთება შემიძლია, შეიძლება დაინტერესდეს. შეიძლება 10-დან 1 სკილი იყოს საინტერესო და ის ტრეიდ-ოფი გააკეთოს იმ კომპანიამ და თქვას რომ მოდით ჩემთან იმუშაოთ. მაგრამ მას თავაზე რომ არ ელაპარაკებ მეუბნებით რომ ჯუნიორის ვაკანსია ხო არა გაქვს, всё მორჩა, იქ მორჩა თქვენი ლიდი. ანუ თქვენი ლიდი დაიკარგა. იმას არ აინტერესებს და მაგ ინტერესებს ყველა სენიორი. სენიორშიც იგივე პრობლემაა სიმართლე გითხრათ. სენიორებიც არიან ისეთები, რომლებიც სენიორები არიან, მაგრამ არ უნდა კომპანიებს რა. და მიდლზეც იგივე ჯუნიორებში ყველაზე მეტად არის. ადრე ხშირად ვსაუბრობდი რომ მეთქი წერეთ სტატიები, წერეთ თქვენი ხედვები. ამაზე ნაკლებად ხედავ. არ ვიცნობთ, მაგრამ ამას ნაკლებად ხედავ და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. თქვენი პერსპექტივა დაჩაგრულია. თქვენი პერსპექტივა არ იცის ხალხმა. და რო არ იცის ხალხმა, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ვინმე დაინტერესდეს არაფრით, უფრო მაღალია რა, მაგრამ ის უფრო დაბალია. ანუ არაფერში როგორ უნდა წამოყვეთ ადამიანმა, როცა რაღაც არსებობს, რითაც აი ერთიც თუნდაც, რითაც თქვენ ახდენთ იმის კიცებას, რომ ვიღაცას უკეთესი ხართ, რატომაც არა? შვენიერი იდეა. ამას რო გავაკეთეთ ხშირად, ჩემი აზრით უფრო მაღლა იწევს ჯუნიორის ეგრეთ წოდებული პოზიციის რეგლამენტებიც. და ადამიანებს გაუჩნდებათ, რომ მე პირადად ახლა რომ ჭირდება ჯუნიორი, პირველ რიგში რა შევეკითხებოდით, იცით? აი ეს პრობლემა მაქვს. მოდი სატესტო დავალებას მივცემ. ჩემი დროს დაიხარჯება, თქვენი დროს დაიხარჯება. მე ჩემ დროს დავხარჯა იმაში, რომ თქვენი ვალიდაცია გავაკეთე, ანუ სატესტო დავალება როგორ უნდა შეაფასო ის მაგ. თქვენ ხარისაც დროს დავთმობ და გააკეთებ სატესტო დავალებას. მე ეგრევე მივხვდები თქვენი სატესტო დავალებით, რა სკილები გაქვთ. Whiteboard challenge ძალიან კარგი არის, შეგიძლიათ რაღაცა. შეიძლება საქართველოს საერთოდ არ იყენებენ, მაგრამ ძალიან არ მოწევს ეგ დამოკიდებულება. ცარიელი ფუნქციები, ადამიანი ეუბნება პრობლემას და process-wise როგორ გაყვებოდით, ამას ეგ რო აჩვენე. ახლა ჯუნიორს რო შეეძლოს ამის გაკეთება, ჩათვალეთ რომ სამსახურში აყვანებთ. მე გეუბნებით რომ ძალიან დიდი ალბათობაა რომ ეგრე. თუ ცუდად გააკეთებთ კეთვით ფიდბექს და გეუბნებით რომ აი ამაში უკეთესი უნდა იყოთ რა. ამებს გაჩვენებთ მე whiteboard-ზე. რას გულისხმობ და როგორ მუშაობს, თქვენთან შეგიძლიათ დაგუგლოთ და დიდი კომპანიები თითქმის ინტერვიუების მერე, პირველ რას აკეთებინებენ, basic ინტერვიუების მერე, არის რომ დავალებას გაძლევენ და რეალურ რეჟიმში გაკვირდებიან, როგორ აკეთებ დავალებას. და აქ 15 წუთი, 20 წუთი, ჯუნიორის შემთხვევაში და მეტია 30 წუთია და ხედავენ რას კიდევ ვფლობთ. ამას გული არ უნდა გაცნო, პირიქით. იქიდან რომ გამოხვალ, მეორე სხვა ინტერვიუზე შეხვდეთ და იქ გააკეთებ და ასე ისწავლეთ, რომ დრამოში დისციპლინა თუ არ გექნება და პირველი უეზე დაყრით ფარხმალს და всё მორჩა ვაკანსიები არ არსებობს, თქვენ ხოთ თუ არ შევუქმნით სხვა კომპანიებს იმის awareness, რომ მე ჯუნიორი, ჩვენი ჯუნიორობა სხვანაირია და სხვა ლეველია, არც არავინ არ დაინტერესდება თქვენი თითქმის არასდროს. ედარ ჩემი რჩევა ძალიან ზოგადი, ძალიან ისეთი რა. ეხლა ხელის აწერეთ, მაინტერესებს ჯუნიორის პერსპექტივა, ამ ასოთან მიმართებაში თუ რამე სადისკუსიო არის და შეიძლება საინტერესო იყოს, მოვისმენთ. მე თუ ვერ გავცემ პასუხს, ასევე მე სხვა ადამიანები, ვინც ჩაყიდულია მიმართულებაში, შეუძლია გასცეს პასუხი, იმას მივცემ მიკროფონს.
ჯუნიორები ხომ? ისმენთ, ხელი აციეთ და თქვენი პერსპექტივა გითხრათ. აი, რა შეგრძნება გაქვთ ისეთი, რომ აი ამას ვერ იმაშავით, რა ვერ ფიქსავთ, ანუ რაღაცა გაჩენილი ხართ რამეში კონკრეტულად აგესმით რაღაც კონკრეტული ნაწილი, სადაც ისწავლეთ იქ ვერ მოგსადებთ, რა არის თქვენი პრობლემა რეალურად? ანუ გასაგებია რომ ვაკანსია უნდა არსებობდეს და ამ ვაკანსიას apply უნდა გავაკეთოთ. Okay, აი ოკეი, დავამე. მოიცა, ესეც თუ შეიძლება. ესეც მოიცა, ეგეც მოიცა. თვითონ რას თulis იმის მიხედვით, რა ყველა ვიღაცა სენიორად ვისწავს, ვიღაცა ჯუნიორად ვისწავს. მე ჯუნიორს და მილს ვერ ვასწავლე. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი, რომ ჩემზეც გეტყვით, რომ გაგიხსნათ რა შეაბრუნებნა, რა. სადღაც ერთ წუთი გადავწყვიტე, რომ არქიტექტურიდან გადმოვსულიყავი UI UX-ში, იმიტომ რომ თან ფუნდამენტურად საფუძვლები თითქმის ერთი და იგივე აქვს და ერთი არის უფრო დიჯიტალი, მეორე არქიტექტურა არის და დავიწყე რაღაც რამდენიმე კურსი გავიარე, ვისწავლე Figma ასე შემდეგ და ბევრი თვეა. უკვე ძალიან ვეძებს სამსახურს და ჩემთვის ასე არ ვიცი, პირველი პრობლემა რაც არის ხოლმე რომ ვაკანსიებს რომ ვუყურებ ამ წერაში აი რაც ილაპარაკე ალბათ ჩვენს მარტო ის არ არის რომ ბევრ რაღაცას ითხოვენ. ხა. entry level-ების ჯუნიორებისთვის არის ხოლმე რომ 2-3 წელი გამოცდილება სჭირდებათ. და რას ნიშნავს ეს გამოცდილება სჭირდება? ხო, ანუ ითხოვენ, იმაში არის წერია, ამ იმაში ხო, რატომაც წერია ის თუ ესმით? უფრო ჩემი აზრით, ეხლა მე რასაც ვკითხულობ, ოღონდ მარტო საქართველოში არ ვეძებ სხვაგანაც, ამ წერაში რასაც ვკითხულობ, juniors და entry levels არ ეძებენ. ჩემი აზრით, უბრალოდ ბაზარზე იმ ხელა პრობლემა არის ეხლა და იმდენი ადამიანი ეძებს სამსახურს და იმდენი ადამიანი კარგავს, junior-ად ასაღებენ იმას, რაც არის უკვე middle level-ი. და იმისთვის, რომ entry level-მა რაღაც პირველი ნაბიჯები გადადგას და გააკეთოს, არის ძალიან რთული გარემო. და აი უფრო კონკრეტული რომ აი რას ნიშნავს რთული გარემო, აი რისი დამტკიცება გსურთ და რა შეიძლება ხდება? მე მინდა, არ დამტკიცება არ ისურს, მე მინდა, რომ სადმე გამოვაჩინა ის, რომ მაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რაღაც მომწეს ვინმე ის პირველი დახმარების ხელი გამომიწოდოს, რომ დამაწყებინოს მუშაობა, იმიტომ კი არა რომ რაღაც უბრალოდ დამაწყებინოს. იმიტომ რომ ჩემი რაღაც ჩემთვის გავაკეთე რაღაც ნამუშევრები, უბრალოდ არ მაქვს სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში. მაგრამ ითხოვენ 2-3 წლიან სამუშაო გამოცდილებას მაგალითად. მან ვერ ხვდები რა ხდება აბსოლუტურად. ხო და პრობლემა თქვენში არის. პრობლემა არის იმ კომპანიაში, ვინც 2-3 წელს ითხოვს, იმ 2-3 წელში რას გულისხმობს? თქვენი წარმოდგენა როგორია და იმ კომპანიის წარმოდგენა როგორია, ეგ უნდა განსხვავოთ. იმ ადამიანების წარმოდგენა უბრალოდ თქვენ თავს თუ თქვენ ჯუნიორად შეიძლება თქვენი ჯუნიორობა საერთოდ entry level-იც არ იყოს რომელიმე კომპანიაში. და პირიქით, თუ რომელიმე კომპანიაში ჯუნიორი ხარ, პირიქით შეიძლება რომ ეგ entry level-ზეც მაღალი იყოს. ამიტომ ეს არის ძალიან პირადი და ინდივიდუალური შეფასება. მე კითხვა დაგიბრუნეთ რომ უფრო გამიგო, რაშია პრობლემა, თუ ეხლა ცოტა არ მისმის, გამოცდილება როგორ უნდა გასაგებია? და გამოცდილებას ვერ გააჩენთ, სანამ არ იმუშავებთ, ხო? ლოგიკურად. და პირდაპირაც ვერ მიდიხართ ვერსად, ხო, გაჭედილები ხართ, ხო? როგორ შეიძლება თქვენი აზრით, აი, ეგ სიმულაცია გააკეთოთ, რომ ვითომ გამოცდილება გქონდეთ. აი, რა სიმულაცია შეიძლება იყოს ეგეთი, რომელიც გამოსადეგი იქნება? სიმულაციას საკუთარ თავთან ვაკეთებ ხოლმე, რაღაცა ჩემთვის ვაკეთებ რაღაც პროექტებს და როცა რაღაცაების რედიზაინებს ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ ის საშუალება არ მაქვს რომ მოვიტყუო და ვიღაცას ვუთხრა რომ აი კი 2-3 წელი სადღაც ვიმუშავე და არც მგონია რომ სწორია ეგ ყველაფერი. და სად არის ეს ანუ ვაკანსიას არის ნახულობ არის საშუალება რომ ადამიანს პირდაპირ მიწერა რომ თან ჩანს ეს ყველაფერი? მიმიწერია კიდეც პირად. და რა პასუხი საქართველოში კომპანიებიდან ძირითადად არ დაბრუნებულა პასუხი. უცხოური კომპანიებიდან ზოგჯერ წერენ ხოლმე რომ უბრალოდ ამ ეტაპზე ვეძებთ უფრო მეტი გამოცდილების ადამიანს და ჩემი სამსახურის ძებნის პროცესი გრძელდება ზაფხულის შუიდან დღემდე, ისე რომ მაქვს ბევრი მადლობა მიღებული უცხოური კომპანიებიდან და საქართველოს არაფერი. აი ეგ კარგი.
ეცით არის, კი, რო თქვენ ცდილობთ ჯობ ჰანტინგი, როგორც სენიორებისთვის, ასევე ჯუნიორებისთვის ერთნაირია. არ გეგმოთ, რომ სენიორები მაგალითად წყარან სამსახურს, არც ჯუნიორები რა. ანუ სხვა ლეველზე სხვა რეგლამენტები აქვს. ვიღაცას გამოსას მუშაობა, ვიღაც ერთი არის შეიძლება რომ მოდი ამ ბოსოს სიტყვას გავუღებ და ვინუჟნერისგან მუშაობაზე გასაგებია, გადარჩენა არის, მაგრამ ჩემი აზრით თქვენ როგორ შეგიძლიათ ახლა ამ პრობლემის მომერვა. 2-3 წელს მუშაობში არის საინტერესო ნაწილი საერთოდ. თქვენ თუ შეგიძლიათ დაუწყოთ ადამიანს ადვოკატირების სკილი, რომ გაიუმჯობესოთ, და თქვენ აუხსნათ ადამიანს რატომ შეიძლება რომ თქვენი თავი მისაღები იყოს, გაზრდით ალბათობას რომ სამ ვიღაცა დაგიჭიროთ. მაგასაც ვცდილობ, ანუ ისე არ არის. სწორზე ხართ. სადაც არის შველი. რამდენი ხანია დაიწყე? ზებნა? არა, ზებნა არა, UI UX-ო გადაწყვეტა. 1 წლის და 2 თვის წინ. ნო, საკმაოდ ნორმალურია. მე მგონია რომ 2 პროექტი. ანუ პორტფოლიოში მიდევს აქ ყველაფერი, ვაგზავნი მაგას. დიზაინერებიო და საბრალები. ხო, მაგრამ იმას არ ვამბობ არსად, რომ აი გამოცდელი მე მანამდე ბევრი გაფლად გამოცდელი წარმოიდგინე, რომ დიზაინში მიმუშავე, ამათ იყო სხვა სახის დიზაინი, იყო არქიტექტურული დიზაინი და ბევრი წელი მიმუშავე ამან. მაგრამ აი იმის თქმა, რომ აი თან ბოდიში ცოტა დავებენი, მაგრამ აი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში ცხადია რომ ნულია ჩემი, იმიტომ რომ არ მქონია და იმ წელზე ვერასდროს ვერ მივდივარ, რომ თქვა რომ აი კი რაღაც მოვიფიქრო, რომ აი ამ პროექტზე მიმუშავია და იმ პროექტზე მიმუშავია. მაგაც რო წერია რომ 2 წლიანი გამოცდილება სჭირდება და ჯუნიორს ეძებს, ეგ არის ძალიან აბსურდი რა. 2 წელი რაღაცას რო აკეთებ, რაღაცაში ჯუნიორი არ ხარ. და ნახე, შენ უბრალოდ ხაზი არ გაუსვო მაგას საერთოდ. შენ გაუგზავნე ის, რომ რა მნიშვნელობა აქვს 2 წლიანი გამოცდილება მიქნება თუ 10-იანი, თუ შენ რაღაცა გჭირდება და ეგ მე შემიძლია რომ გადაგიწყვიტო, აგერ არის როგორ შემიძლია რომ გადაწყვიტო რა ეგ პრობლემები. შენი case study-ით, შენი dribble-ით, ეგეთ რაღაცებით რა. შესაბამისად უნდა მოიყვანო რა. ხო, შენ არ უნდა უთხრა რომ მე ჯუნიორზე ვაგზავნე საერთოდ. ტაიტლშიც კი არ გააგზავნე რომ ჯუნიორ პოზიციაზე ვაგზავნე. მე ვაგზავნე ამას დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც გადაგიჭრის ამ პრობლემას რა. მოხდები? ანუ მაგ პრობლემას გააგზავნე. და პლუს სენიორ product designer ვარ ვინმე, ბევრი HR-ის და მომისმენია რომ სენიორი მოაშორე უბრალოდ product designer-ი მაგალითად. და ძველი case თუ გავუცდებ, სხვის სინამუშევრით მოვხდი პირველ სამსახურში. აი მე მაგალითი რა. ხო, ეხლა კიდევ ხო, ეგ როგორ შეგის სხვაიც განსაკუთრების პერსპექტივიდან ყველაზე დიდი თემი რაც იყო 60 დიზაინერი იყო ჩემ გონჩი და ერთი რომ ძალიან იშვიათია რომ ადამიანები თანხმდებიან გამოსაცდელ ვადას ხო ან მაგალითად როცა არ გამოცდილება მართლა არ გამოცდილება ხო არ დაგიება ეს გამოცდილება სადმე თუ არ დაიწყებ ამიტომ ერთი მოკლე რჩევა არის რომ შეგიძლია ფეივორიტ კომპანიას მიმართო და უთხრა რომ 3 თვე ან 6 თვე ვიმუშავებ შენთან რავი $2 ხო? ეს არის ერთი გზა რომ დააგროვა მართლა გამოცდილება. ამაზე თუ არ წახვალ კიდე შეიძლება 3 წელი არ ქონდეს გამოცდილება, ხო? მეორე არის რომ social პროექტებია ძალიან ბევრი, რომელზეც შეგიძლია პორტფოლიოსთვის იმუშაო და ესეც დაგიგროვდება, ხო, როგორც გამოცდილება. ასევე ძლიერ თიმში mentorship-ის პრინციპი, როცა დიდი ხარ ვიღაც ადამიანთან მეუბნები რომ დაგიდგები, რავი, თუ სიტყვას არ გამოვიყენებ, მაგრამ servant-ად და ყველაფერს გავაკეთებ ვებში, რასაც დამოვალებ. ეგეც გზა არის. ამ გზით ხო დააგროვე არ მოვა თავისით. რა შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ შემთხვევით გაარტყას და აგიყვანოს რა ძალიან შეეცი. ეგეც გამიკეთებია. ჩემი არქიტექტურაში დავიწყე ეგ მუშაობა ჩემს საფუძველ კომპანიას მე თან მივწერე რომ უფასოდ სანამ ასწავლ გამოვიდა ვისწავლე. ხო და აქაც მივიწერე ვერგან რაღაც არ ვიცი მეგონა რომ არ ვიცი შეიძლება ჩემი წინასწარი განწყობა იყო რომ მარტივად არა მაგრამ აი არქიტექტურა კიდევ უფრო რთული და მძიმე ის არის და უფრო იქ რადგან გამოვიდა აქ გამო მაგრამ წანხობა ვიღაცებს ალბათ ჩემთვის ის არ არის გამოცდილება ანუ ეხლა იმაზე ვარ მზად არ არის ამ ეტაპზე საბედნიეროდ მიდგას ეს პერიოდი როცა
ანაზღაურება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის და მინდა რომ გამოცდილება მქონდეს და ვარ აბსოლუტურად არა ანაზღაურება ინტერნეტზე თანახმად, მაგრამ რატომღაც ჯერჯერობით არ გამჟღავს და მაგ მე შემიძლია გასკავს, მაგრამ გუასაკ მიკროფონი. მოიცა ჯერ გუა და მე თქვენ. ეს დავამატებ. მადლობა კოლექტიური ჯუნიორების როლისთვის ლინიას ასხობს კითხვებზე. ერთ შედარებით განსხვავებულ გზას ვთქვი, მაგალითად მე რინე არ მინახავს ჩვენ Facebook ჯგუფში თავის გამოცდილებას რო პოსტავს. და მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ვაკანსიების მაგალითად კომპანიის რაღაცა მოიძიოს, ალბათ 10% გამოდის განეთ. დანარჩენი საჭიროა ერთ კვირაში, ან ორ კვირაში, ან სამ კვირაში. ის რომ გარეთ გამოვიდეს, უნდა გაიაროს მთელი გზა, უნდა ჩაერიოს ტალანტების მოზიდვა, თუ უფრო კორპორატიული სამსახურის ამოზღაურს. ამიტომ ერთი ყველაზე აუცილებელი გზა ყველასთვის არის ის, რომ აღმოჩენადი გახდეს. ეხლა რა ვიცი, აღმოჩენადი ხშირად შეიძლება მივიღოთ, რომ კარგი მუსიკას აზიარებ ხოლმე, ან რაღაცა თემას აჯამებ და მაგას პოსტავ ხოლმე ნებისმიერ თემას, ხო? და იგივე დიზაინში. რომ იმ ჯგუფში მაგალითად ჩემი გამოცდილებიდანაც რა, რომ ვინც აქტიურად პოსტავს, შეიძლება მე რომ ჭირდება მაგალითად თანამშრომელი პირველი მას მივწერე, რომ აბა შენ რა ეტაპზე ხარ ახლა. ან კიდე რაღაცას მოხდებას გავაკეთებ რა, რაღაც mentorship-ის ფაილს ჩაუგდებ, ან ვეთქვი რომ პროექტები გამიზიარე და მე უკვე კომუნიკაცია გები. ამიტომ პირველი საქართველოს ბაზარზე და სხვაგანაც აუცილებელია რომ აღმოჩენადი გახდეს. ეს ერთი ამბავი და მეორე, რაზეც ხაზი მინდა გავუსვა არის ის, რომ ხშირად ვისაც პროდუქტის დიზაინერობა უნდა, მათ ზღვა გამოცდილება აქვს სხვა სფეროში, რაც ძირითადად კომუნიკაციების სფეროს უკავშირდება. ამიტომ ჯუნიორობა ამოსაგდებია თვითონ ეს ტერმინი საერთოდ, იმიტომ რომ ხელსაწყოს ნაწილში შეიძლება იყოს ჯუნიორი ფიგმას ნაწილში, მაგრამ ჩვენ ყველაზე დიდი გამოცდილება უმეტეს წინათ ხალხს ვისაც შეხვედრე რომ აქვს სხვა სფეროში. რომელიც უფრო პრიორიტეტულია მაგალითად შიდა პროდუქტების სამუშაოთან თუნდაც სტარტაპში, ვიდრე მაგალითად სულად ახალი ჯუნიორი ასე შევასწავლოთ. ანუ საქმეებში და კომუნიკაციებში გამოცდილი ადამიანი რა. ამიტომ პირველი აღმოჩენადი უნდა გახდეს ეგ ადამიანი და მეორე ნაწილი ჯუნიორობა მოგვარებადია, როგორც მინჩომას აღნიშნა, ხო? თუნდაც სამუშაო პროექტის რა თან რომელზეც შეიძლება ილაპარაკო დაუსრულებლად რა გაკეთე რატო გააკეთე. ჩვენ აი ეს ჯესამტყი უკან და ნუ მოკლედ იმას გეტყვი რეალურად ჩვენ გზას გადახარ ან ზოგს რაღაც მართლა შევასრულოს სწრაფად რეაქციას იმას გასცეთ ცდილობს დაიწყოს და მიღოს გამოცდილება და გახდეს რაღაც ესე დიზაინერი პროგრამისტი, მაგრამ რაც ლაპარაკი ხარ რეალურად რა, ანუ ძალიან დიდ ეფორტს დებდა და ის ადამიანები თუნდაც ის ჩაპოსტინგები სადაც ითხოვნა რომ 30 წელი გამოცდილება უნდა გქონდეს რა, ანუ შენთვის ისეც არ არის გულით რა და თან უმეტეს ამბობ რომ არ არის რაღაც ანაზღაურება შენთვის ის პირველი мотивация რა და შესაბამისად იმ დროის მერე როცა შეძლებ რეალურად შენ ეფორტ შედეგი იქნება მოხდები ისეთ გარემოში რა რომელიც შენ იმსახურებს ასე ვთქვათ და არა ისეთ გარემოში სადაც იწევს ეხლა როგორ უნდა შეგვიძლია ადამიანთან კომუნიკაციაში პასუხს აგიბრუნებს რა და ნუ თავი პასუხს აგიბრუნებს მე თუ აგიყვანს სამსახურში სვანებს მოგექცევა და მაინც არ დაგასწრებს ასე ვთქვათ რა და შესაბამისად სწორ ადგილას მოხდები უბრალოდ შენ უფრო მეტი დრო დაგჭირდეს მაგისთვის მით უმეტეს გაქვს მაგის გამოცდილება რაღაც არქიტექტურიდან გადადიხარ და ასე თუ რაღაც ხედვა დაწმენილი ვარ იქნება იმაზე უფრო მრავალი შეგვიძლია ადამიანს რომელსაც არ მქონდა საერთოდ არანაირი ხედვა არანაირი საერთოდ ამეც ვიტყვი რა ჯერ ნიკოლას ვატყდა ოკეი კარგი ეს დავამატებდი კიდე კარგი დიზაინერი კარგია გამოცდილი შეიძლება იმით განსაზღვრო როგორი მარკეტინგული ის აქვს თვითონაც რა ანუ გამოცდილ დიზაინერმა იცის როგორ იყოს პროექტი როგორ იყოს სამსახური თქვათ და ბევრი ფაქტორია რა მაგალითად არის LinkedIn-ზე აქტიური, არის Dribbble-ზე აქტიური, არის Behance-ზე აქტიური, Medium-ზე წერს სტატიებს, თქვათ
დღეს მithumetes ძალიან მარტივია მაგის გაკეთება, ChatGPT გაქვს შემიძლია დავალებას, დაგიწევს, თუ იზიარები ყველაფერს მოსწავლ როგორც შენი, რაღაცა დაწერილი. ხო, ანუ ჩიტებია რა, პატარ-პატარა ჩიტებია, რომლის გამოყენებაც შემიძლია დაუცილებელია, იმიტომ რომ მე მქონია кейსი, რომ როდესაც ახალი, აი ესე ვთქვათ, დამწყები ვიყავი, ჯერ ეგეთ მაგ პერიოდში საერთოდ არ იყო პროფესია, ეს 2010 წელს ვუნები და 2015-ში პირველ სამსახური იყო, ანუ 5 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ პირველ ოფიციალური ესე ვთქვათ, გავიფორმე RSG-ზე დარეგისტრირებული ვიყავი რა. ეგ იყო პირველი, ანუ 5 წელიწადში და რაც ვის მასწავლად რომ იყო ის, რომ ჩემი თავი როგორ შემექმნა, როგორც პროდუქტი, ხალხმა როგორ მიპოვოს, HR-მა როგორ მიპოვოს, და სტარტაპმა სადაც კალიფორნიაში როგორ მიპოვოს და ამისთვის რა გავაკეთე პროექტები ამ თქმა თავიდან fake რაღაც მოვიფიქრე, როგორც შეგვიძლია რედიზაინს აკეთებდი, შემდეგ და ყველა რესურს ვიყენებდი რაც ხელ მქონდა, რომ გამიზიარებინა, რომ ვიღაცა სადაც იქ ეპოვა ჩემი რაღაც ნამუშევარი, ისე. დრიბლიც მაგრა გვეხმარება, ბიჰენსიც მაგრა გვეხმარება და ყველა სოციალურ ქსელსაც ხალხია, თუნდაც ჩემი პროფესიის, თუნდაც სხვა პროფესიის, ისინი გვეხმარებიან, რომ ჩვენ ასამსახურებლად ამ პროექტი რა. და ეგ ჩიტები უნდა გაამოვაგო რა, ზუსტად. არა უშუალო რეალური პროექტი, არა რეალური, case study-ებს მიყევი, ანუ თუ გინდა ჩელენჯი გავაკეთოთ, გავცვალოთ კონტაქტები და ეგეთ რამეს გეტყვი, რომ 30 დღიანი ჩელენჯი გააკეთე, ყოველ დღე არ ჩააგდო და 30 დღის მერე ნახოთ, მაიქნება და ჩემი აზრით, ერთ ფრილანს მაინც წამოვიღებ რა, თუ გინდა სულ რომ $100 იყოს, ამ სულ ერთია. აი მაგაში 100% Facebook-ი ხო. და გონი მე თქვენ უბრალოდ კიდე რა. თქვენ მე გქონდა. და გაქვთ მიკროფონი თუ არა? მოკლედ მე ერთადერთი ის მინდა რომ ჩემი განსხვავება გაქცია, რომ ვაწყებდი სტომატოლოგი და ზუსტად ის გავსი პრობლემა მქონდა ერთი წლის წინ. და ჩემი განსხვავება არის ის, რომ LinkedIn-ი მომხდე. ძალიან ბევრი connection მყავს, 3000 მეტი და მაქსიმალურად პოსტავდი და ჩემი ერთი პოსტი იყო პლუს ის, რომ მინიმუმ 3 HR-ი წერდა. და გირჩევ, რომ მაქსიმალურად LinkedIn-ი მოხდო. და პლუს ამას ერთადერთი კიდე იმას გირჩევ, რომ არ განაგდე, არის პრობლემა არის ის, რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის ამ სფეროში. და პროექტები არის, მაგრამ იმდენი არ არის, რომ ამ კონკურენციას გაუძლოს რა და აი community-ს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ხა სადაც ვმუშაობ, ზუსტად LinkedIn-მა და ამ community-მ განამარჩინა მოკლედ რა, თორე ზუსტად მსგავსი პრობლემა მქონდა ერთ წელს. და აი LinkedIn-ს მიაწექი მაქსიმალურად. იდეალური ჯუნიორი სუპერძალა რა. ჯუნიორი სუპერძალა? ბევრი დაახნევს. ყველაზე თავი. ამი ვისკავს რა. მეტად მონდომები. ხო, ამი ვისკავს. თუ ნამდვილად. კი, ეხლა ცოტა განსაზღვრები გამოჩნდა. ჯუნიორები და ჯუნიორობა ძალიან ისე გამოდის მართლა რა. გამოდის. და არის პრობლემა რა ჯუნიორებისთვის ესე პრობლემა, მაგრამ ცოტა ამბიციურად რო შევხედოთ რა, ჯანსაღი ამბიცია რო გქონდეს და ჯანსაღად რომ მივდგეთ ამ ასაკების საკითხს. რამდენად გვაწყობს ჯუნიორ, ყველა სამკითხები შედგება, ყველასთან ჯუნიორებთანაც მაკითხვა, ეგეთი რომ ყველა გამოცდილება რამდენად არის სასარგებლო. აი მაგალითად, მე რაღაც დამიპოსტავს ჯგუფში, ჩვენ ჯგუფში და მიმიღე ესეთი ფიდბექი, რომ საერთოდ მე მგონი არ უნდა დაეწერა ეგ ფიდბექი, ანუ საერთოდ არ უნდა დაეკომენტარებინა და ასე შემდეგ. კომენტარებს თავიდან შევეშვათ, კომენტარებს კაი და გაზიარებასაც შევეშვათ. აი პირველი ჯობი ხო შეიძლება რომ დემოტივაცია გამოიწვიოს მაგ ყველაფერმა და პირიქით ანუ ეს ჩემი ფილდი არ არის ფიქრო რა მე მაგითი გითხრა რამდენად გვაწყობს ლიჟბი ბოდიში ამ სიტყვაზე დავსაქმდეთ და ლიჟბი რამე სამსახურები შევოთ იმიტომ რომ მე მაგალითად დიზაინს ეგრე არ ვუყურებ რომ სამსახური 9-5 ეჯეთი წამოდის სახში ანუ დიზაინი არის ყველაფერი ანუ ჩვენ გარშემოაც არის დიზაინი და აი დიზაინს ვყიდულობ ტელეფონს დიზაინს ვყიდულობ ასაცმელს ანუ დიზაინი არის რაც იყიდება დღეს საქართველოში ხო და რაც ჩვენი თვალი ეგრევე მინბის იქითკე ხო მარტო პრობლემის გადაწყვეტას რო არ იყოს ხო ანუ შეიძლება თან დაიწყო მუშაობა სადღაც და კი გამოსtildeება გექნება ხა UI სკრიპტს დაიმჯობესებ ფიგმას დაამოღავებ რაღაც ოკეი მაგრამ რეალურად
ხო, გვინდა ლიჟბი დავსვეთეთ? აი, ეგრე რომ ეგ მოდი მაგ პერსპექტივით რომ შევხედოთ რა. ლიჟბი დავსვეთეთ. კითხვა ძალიან ნერვოზია. ხო, მართლა მე დიზაინერობა მაშინ ეგრე გამყვის. ითქვა ძალიან ინდივიდუალია, ყველა განსხვავებული მეთოდები მეკითხები. მე ამ წელს ჯუნიორი ვარ, დავსაქმებელი ვარ, საერთოდ არ იმპლოი ვარ. ძალიან მაგარი, მე გიჩვენეთ რა გააკეთეს. აბა, აუ ჩაკოთა. ხოდა 12 წელი გადამოვალ ვემუშავე. დავიწყე ძალიან. ერთი თვეში არ მქონია შესაძლებელი. აი, ვაკაცია გიწურები. არ დამასწავლე, თახსად ვშავ არ მინდა. ალბათ რომ გამიჩნდება საწავლო დამემფარდება მოდესმე ვიზონებს. მაგრამ ჩემი პერსპექტივა განსხვავებულია, მე. მე ცოტა პრობლემას დავწერე. არ მინდა მუშაობა შემოშვით რა. არ მინდა სხვისი პრობლემების გადაწყვეტა. მე მინდა ჩემი პრობლემები გადაწყვეტა. მე სიცოცხლე აბსოლუტურად ამიტომ ინდივიდუალური кейსია ძალიან. შეიძლება ადამიანებს უნდათ ძალიან რაც უბრალოდ მუშაობა, იმიტომ რომ ფინანსურად უნდათ რომ ეცეთქოთ ამ ვიღაცებს ძალიან უნდათ რომ საინტერესო პროექტი დააკეთონ კონკრეტული ან თავისუფლება უნდა ქონდეს, მაგრამ ყველა სიტუაციას ნამდვილად არ კლიშეობა არ არის რა კარგი არის. აი მაინც ეს რაც ავიღოთ უეჭველი უნდა დასაკეთე, უეჭველი. თუ მოთხოვნა ამის უნდა გააკეთო. ძალიან ფიდბექები გაჟღერდა, აი ძალიან. კი მე მგონია რომ ამ ფიდბექებიდან mostly რო გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება ალბათობა რომ დავსახელებ. მე მინდა რომ შემოვთავაზოთ ვის დასვათ ვიც მისასალმო პირველი. შეგვიძლია პატარა ის მოაწყო 20-იანი ვიდეო კოლით შევიდეთ და მე გავაკეთე პატარა სამენტორო ამბავს და ვალდეცას გავაკეთებ რა სკილები შეიძლება რომ უკეთესად წარმოაჩინოთ HR-თან და ეს ფიქრი მგონია რომ გამოგაძლევთ იმ ჩალენჯების და ყველაფრის მიუხედავად პატარა ჩეკაპი მნიშვნელოვანია და ამ ჩეკაპს აკეთებენ ხოლმე უკულტურობა ვინც ამ ჩეკაპს არ აკეთებს კომპანიაში როცა ინტერვიუ ხდება მაგრამ თუ ეგ გაკლიათ შემიძლია გავაკეთო შეიძლება დაგეხმაროთ თქონდა ხა ყველა შეიძლება ფარები რომ ისე ზარანჯეს იმასთან გავაკეთეთ ჩეკაპი და რა ფაზე ასოხი ეგ მარტივი რომ ინდივიდუალური ძალიან ბევრი დიზაინერი ვიცი, რაც მოხდა რომ ბევრი დიზაინერი მაგალითად 10 წელი ვიდეოს გამოცდილება და წამოვედი სამსახურიდან, იმიტომ რომ მქონდა კრეატიული კუთხით რაღაცა ნაკლებობა, ხო? აი ვისაც მართლა მოწოდებით არის დიზაინერი და მართლა უყვარს ექსპერტი დიდი ხანი მუშაობს, წამოვედი სამსახურიდან, იმიტომ რომ აი ხო, მოვერდეთ უბრალოდ რა, მაგას მოსაბეზრებელია, ანუ არ არის ასემონა 24 შუზე ეს ფესტივალი ჩავარდა დიზაინერებისთვის, რომლებიც არის განწყობები ლიზბისადმე თუ აი, ახალ კითხვას სამბერო ერთი წუთი. ამ კითხვაზე რამე გავგებარი იყო, აი წინა კითხვაზე ჯუნიორებზე რაღაცა იყო რაღაც შეგრძნება, რომ თითქოს შენ დამატებდი რამეს, ხო? მაგრამ სადაც ძალიან კაი кейსი ხათუსვარეს, მაგრამ გააზრდა 1000 გრამ გონტვარს. თავის დროზე. მოგცემ მარიამ მე ახალ კითხვაზე გავა. აი, მე არ ვარ დიზაინერი, ამ ეტაპზე დიზაინ კომპანიის დირექტორი ვარ, ამიტომ დამსახურებით გამოსვლებიდან გაჭოთ, მაგრამ სანამ ამ სფეროში გადმოვიდოდი და დიზაინის საკითხში, იქონე პროდუქტ მენეჯერი ვიყავი და ძალიან ბევრი გასაუბრებები აქ არა უცხოეთში გამივიდა უამრავი რეჯექშენი და ამიტომ რაღაც შეჯამებულ გამოსვლებას გეტყვით, რაც მგონია გამოგადგებათ. პირველ რიგში ჯუნიორობა რას ნიშნავს ეს არის, ანუ გამოსვლების არ ქონა კულტურის, კორპორატიული კულტურის, რომ მეილის წერა არ ვიცი, როგორ უპასუხო რაღაც კითხვას რომ დამისვამანი არ ვიცი, მოსმენა არ ვიცი ასე შემდეგ. და ასევე კონკრეტულად იმ პროფესიაში, მაგალითად თუ დიზაინერო, კარგად დადიზაინება არ ვიცი, ხო? თუ რამდენიმე წელი გიმუშავიათ კორპორატულ გარემოში, რაიმე მეზობელ პროფესიაში თუ ასე შემდეგ, გამოსვა ეგეთი ჯუნიორი არ ხართ, ან ვიცით კოლზე, როგორ წაიყვანოთ კოლი, პრეზენტაცია როგორ გააკეთოთ, კითხვები როგორ დასვათ, ასე შემდეგ, ხო? შემოდის უკვე დიზაინის სფეროები და ძალიან კარგი რჩევები ახსენეს უკვე სენიორ დიზაინერებმა და დამსახურებლებმა, რომ არ არის აუცილებელი სამსახური აუცილებლად ნიშნავს და გამოსილება იმას, რომ ფულს უნდა გიხდიდეს ვინმე. თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაარედიზაინოთ რაღაცეები, რომ პორტფელი შეიკრათ, დრიბლები, მეც რომ ძალიან წერილებს მართლა დაწმული ხო ჩემი კიდე პატარა კომპანიაა შედარებით და
დიდი კომპანიები რამდენ წერილს იღებენ, ხო? ძალიან რთულია ყველას წაიკითხო. პირდაპირ რამე ლინკი თუ არის, ლინკს ვთქვით ხოლმე თუ საინტერესო პორტფელი. თუ საინტერესო პორტფელია და გემოვნებას ვხედავთ, ვინიშნავთ თუ იმ მომენტში არ გვაქვს ვაკანსია და როცა გვექნება რომ შევეხმიანოთ. ახლა რინემ რაც გააკეთა, ხო, კითხვა და სხვა ძალიან რელევანტური, ბევრი ადამიანის პასუხი მოისმინა, მოსმენის უნარი გამოაჩინა. ხოლო დაპოსტო გურის ჯგუფში შენი პორტფელი დაცლებული ვარ, ყველას გაახსენდები და რომელიმეს რომ მოეწონება, ჩემი ჩათვლით აუცილებლად დაგიძახეთ. თქვენს ეს რო გააკეთოთ, რომ აგროვოთ ეს ნამუშევრები, ვიზუალური ნამუშევრები, იმიტომ რომ ამ პროფესიის ასე მიუწევთ, თუ ისე მიუწევთ, მაინც ვიზუალურ აუთპუტამდე დადიხართ და მეორე ჯუნიორობა რაც არის კულტურის არ ქონა, ხო, კორპორატული კულტურის არ ქონა. თუ გიმუშავებთ უკვე სადმე და იცით ეს ყველაფერი ჩამოთვალე, თქვა ჯუნიორი არ ხართ. ეს მინდა და მეთქვა. დაპოსტეთ, გამოჩნდით, შეაგროვეთ ვიზუალური ნამუშევრები. მადლობა. დიდი მადლობა მარიამ შეჯამებისთვის. მე აი ჯამება გამომდა. ახლა შემდეგ კითხავს გადავალ და მაგ ის არის მონეტიზებული თვალის მოსვლა. ესე იგი ყველაზე ხშირად ვის სტატიებს კითხულობ ან რომელი ბლოგერი პოდკასტია ყველაზე ინფორმატიული. ესე იგი აქ ზივარ ხალხი ვიზაზე ADHD ფრის. ესე ჩემს ADHD-ობას ემატება ისიც რომ მე სერიოზული fear of missing out იმam. ანუ რაღაცა მგონია რომ შეიძლება ჩემს გარეშე მოხდეს. მე მაგალითად ფსიქოპათივით 1.75-ზე მიყენია YouTube-ზე და ეგრე უბრალოდ რაღაცას. ირჩევით რომ ეგრე მოხდეს. და მე საერთოდ სუბტიტრებს და თვალი უფრო სწრაფად კითხულობს, ვიდრე მოსმენა, ანუ ინგლისურად თუ უსმენთ, შეიძლება ცოტა ის არის რთული არის, სუბტიტრებით გაგაჩვენოთ. 1.25-ით დაიწყეთ 1.50. ეხლა რა შეიძლება თვითონ ადამიანებს. ხო, ანუ ეგრეა მართლა ანუ ვისა, ახლა ამდენი დრო 3 საათი უსმინო ვიღაცებს, ხო? 1 საათი ვერ მოусმენო დაფიქრე. ნუ გაჩვენე, მე ხარ ხშირად უსმენ, მე ცოტა სხვა სპეციფიკაციაში ვარ, გადასულ უფრო entrepreneurship ხარეს ვიხები და ჩემი დღის წესრიგი შეიცვალა. ანუ მე დიზაინერების თოკებს აღარ უსმენ, მაგრამ შეიძლება გიჩვენო. დაიწყო მე YouTube-ზე ეგეთი top დიზაინერები ვინც არიან ამ სფეროში, ეს ვინც არის ფასილიტატორი ამ დაიწყობის იწვევს ხოლმე და ძალიან კარგ იმებზე აკეთებს ყურადღებას ამახვილებს. როგორც სტარტაპებზე ისე დიდ კომპანიებიდან იწვევს ხოლმე და ძალიან კარგი პოდკასტები იყო. ეს ერთი. მე ხშირად ვუყურებ Y Combinator-ის YouTube channel-ზე რაღაცებს, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე მიწევს. მაგრამ დიზაინერების ავტომოწვეული და დიზაინერების საფასები მე რაღაცებს ამიტომ ძალიან კარგი ეგეც. ყველაზე დიდი რესურსი ასაც თქვენ Y Combinator და Y Combinator YC. ყველაზე დიდი რასაც ჩემი აზრით დიზაინერები მაზავენ არის X-ი პლატფორმა X. X-ზე რაც ხდება, მე მგონია რომ X არის ცალკე სამყარო. X-ზე რა ყველა ტოპ დიზაინერი, ყველა ტოპ გადაწყვეტილების მიღები მან არის. და იმაზე აქტიური ფიდი არის ვიდრე ბიზნეს პლატფორმაზე, დრიბლზე, Pinterest-ზე, სადაც შეიძლება რომ იფიქროთ, მაგაზე უკეთესია. ჩემი 80%-ზე მეტი ინფორმაციის შემოდის X-დან. და ჩემი ფოლოვინგი შეიძლება გავაზიაროს სკრინშოტები და გაჩვენოთ ვის ვაფოლოვებ, იმიტომ რომ ჩემი ფიდი მაგხრივ ძალიან დახვეწილია. ყველაზე პირველი ვიდეო რა ხდება ამ ირგვლივ რა სუპერსები. აი ბლოგერებს კითხულობთ ხო და ამას არის და ამას მოაწყვეტ. ეხლა დავწერე ლოს კენკოშედას წიგნიანი inside of the Apple's design process. და ეს Steve Jobs-ი და Kenny Ortega დაკეთებდნენ iPad-ის keyboards, მაგ იმას კითხულობ, ეს ყველაზე საინტერესოა. სიამოვნებაში ამას კითხულობ ფალსოლი რომ დამეძინებს, მაგრამ მომწონს. ანუ რო კითხულობ კომფორტული არის. everything is ამემიხავს დიზაინის სფეროდან და წიგნი არის მასკი. წიგნს იმიტომ კითხულობთ, რომ პრობლემა გადაწყვეტოს. ანუ რესურსი გჭირდება, წიგნი მაგშახასე. უაზრო წიგნი არ წაიკითხოთ. ჩემი რჩევა ესაა. უაზრო ბლოგი არ წაიკითხოთ. უაზრო ბლოგის წაკითხვა ნიშნავს, რომ ძალდატანებით აი მაინდაინც დიზაინერმა არ წიგნი მოზაიკოს ან მოყვება ეგრე არა. იმიტომ რომ წაიკითხოთ, მართლა მაინტერესებს. თავზე სერვის დიზაინზე მოსწავლე, მაშინ სერვის დიზაინის ალბათ ხო წიგნი მაქვს წაიკითხოთ და ეს სანამ უშუალოდ რამეს ნახავდი რა. და ამიტომ მე ვიქცევთ ეხლა ამის გარდა რამე კონკრეტულს, იმიტომ რომ თქვენზე არის მოგებული. მე რო ვიქცევთ დარწმუნებული ვარ თქვენ ვაგენტებზე წარმოგიდგენთ.
აქვს რა. და იქნება რა სოსერბას აიტანა. სოსერბას ციგნების კოლექცია დღემდე ჯგუფში აფინური შეგიძლიათ შეხვიდეთ და იმის ციგნების ის აქვს რაღაცა რესურსი აქვს და იქ ჩაიხედოთ. რამდენი ავტორი გავაბარი? კომერციული ის ხო? როგორ? დიზაინ ტომარი კიდე ტომ დიზაინ ტომი. ქართულ საქართველოში სადაა ანდრი შაკიაშვილი, ანდრის ძალიან კარგი ვიდეო ბლოგი, შეგიძლიათ დააფოლოთ ინსტაგრამზე და ძალიან საინტერესო რაღაცებს აზიარებს ხოლმე. ჩვენ ჯგუფშიც შეაზიარდება ვირანდა რომელიც არ ხოს აქედაც შეაზიარებს ხოლმე YouTube-ზე აქვს ვიდეოები. ქართულ კრეატორები ძალიან დასაფასებელია მოხდა. თქვენ დაახსნანები რასაც გაუზიარებთ პირად. ქართული კრეატორები ძალიან დასაფასებელი არიან ამ სფეროში. რა თქმა უნდა. მადლობა დასაფასებელი. აი რო მეც დიდი ხანია რა არტო რა თუ პოსტობ გათხიათასი გამოწერება კაც მოძებნები. აი შენ შევაკეთე შევაკავოთ აპატი. ორნაცევად რომ პირველი იყოს რომ დამწყებებისთვის დამწყებს ჭირდება უფრო ვიზუალური ხედვის განვითარება UI-ის ნაწილში. ამისთვის არის refactoring UI ციგნი ბლოგების სტილში, refactoring UI. ხადია, სადაც როგორ გააუმჯობესოთ თქვენი UI-ის ნაწილი, ნაწილში აღწერა. ეხლა მაქედონ გამომდინარე პოლიტიკა პარალელს გავავლებს. შევხედოთ რა იქ კიდე დამატებით რა უნდა მოძებნოთ. ეს არის სადაც კარგად გენერირებად პირდაპირ ენით არ არის ისტორიები და ამბები პრაქტიკულად იქნება. და მეორე ნაწილი ალბათ უფრო ვინც არ არის დამწყები, იმათვის უკვე პროდუქტული ფიქრი უფრო არის მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგალითად UI-ის ნაწილი, უფრო ეს ნაწილი თავსთან. ამისთვის უკვე სულ ცინცხალი პოდკასტები, ლენის პოდკასტი მაგალითად როგორ იქნება ციფრული პროდუქტები, ერთი ლენის პოდკასტი და ლენი. ამ მეორე არის Figma აკადემიის დამფუძნებელს აქვს ინტერვიუები ცნობილი კომპანიების დიზაინერებთან. ძალიან ახალ დიზაინერთან, მაგალითად Versace დიზაინერთან. Substack-ზე ხო? YouTube-ზეც და Figma აკადემიის მერა და ალბათ მაგის პოდკასტი თუ მოსასმენია და ახალი რაღაცები, ეგეც უკვე გიგეთ ის. Figma აკადემიის ფაუნდერი. ტრადიციული წესობა. გადმოხატვა ეთერში. ხო, ეგ ერთი კარგი სტატიაც არის ქართულად მაგას დაწერილი. ასლის შექმნა სწავლის გაუმჯობესების მიმართულებით. და რა გვაქვს Airbnb, ვიხატოთ ზუსტად Airbnb-ის. გვაქვს ნექსტმერ. აი ესე მოძებნე, ასლის შექმნა გინდა. ასლის შექმნა. ერთია ჩაი ყველაფერი. ზომა, ზონა. აი სტატია არის. ან პარალელადია მხატვრები სწავლობენ აგალობენ დარბაზში რაღაცას იხატავენ, ხო? დიზაინის იგივე პროცესი არის, რო გაიგო სად შადოუ და სტროუკი როგორ გავუკეთო ან სტილისტურად რაღაცა როგორ შექმნა, თავი უნდა გაიგებდეს, როგორ იგებსებ, ერთი უჩი გადაყვა რაღაცა. აი ჩვენ X-Coms ჩავსწავლავ. სხვადასხვა სიჩინავე შეხვდა ზიკო, რომელიც აკეთებს ბრაუზერს. Stack ბრაუზერი თუ ვიცით, მაგის აკეთებული არის და ეს ამუშავებს ბრაუზერ OS-ს აკეთებს. აი ესე დემოებს აკეთებს ხოლმე და ნეულაიქია და ალბათ სამი ადამიანი კიდე. სიჩინავა? კი, ზიკო სიჩინავა. აი ჩემს ფიქსს შეხედოთ, ანუ ფრედი არის ძალიან მაგარი დიზაინერი, ასევე ფრედსა და ლაბობულის ფაუნდერს ჰქონდათ ისა VS ნახე, 40,000 ადამიანი უყურებდა და ლაბობული versus Webflow იყო. და გაიმარჯვა Webflow ამ შემთხვევაში, მაგრამ ლაბობულის არ ჩამორჩა და სონები დადეს პოლიმარკეზე დიზაინერების შექმნაზე. ვიღაცებმა $1000 დადეს მართლა და ვიღაცებმა მოიგეს და წააგეს. აი როსკროლ ეხლა ვიღაცები რაღაც დემოებს აჩვენებენ. აი სულ დიზაინზე არის ჩემს. ხაშას ეს ამ კიტს ვიყენებ, ტოპ კიტი არის, ახალი კიტი არის. საათაშორის კიტზე პოლიტიკური ნიშნებით არ იყიდე ფილმს. არა, პოლიტიკური და მაგრამ ვარ გუჩის იმაში. გუჩი. ერთი რა დავამატეთ, იცი, რადგანაც კიტი ახსენე. დიზაინებით რამე დიზაინის შექმნა
ეგეც გამოცდილება რომ კითხვა დიზაინ სისტემებთან აქვს რა გამოცდილება სამუშაო პროექტს მაგალითად ავიღოთ არქივების აპლიკაცია რა აპლიკაციასაც თქვენ ხმარობთ თუნდაც ქართულ განსაკუთრებით რა და რომელიღაცა მზარ დიზაინ სისტემით უბრალოდ რომ გადააწყოთ ყველაფერი იგივე რო იყოს უბრალოდ იმ დიზაინ სისტემით რო აწყოთ ვიზუალურ თვალს გაუმჯობესებთ და დიზაინ სისტემაზეც მუშაობის გამოცდილება გექცევით სად მესამე кейსად იმუშავებს რომ შეიძლება ქონია ამ ადამიანს ეგა გააკეთებ იმას purely design are protocol მოიცა მოსდნო ხაკაშ X არის LinkedIn-ზე და არის LinkedIn-ზე ეს ხო თქვენ ვიზეთ სამი მეზე ეს არის კარგი გაქვს რა პრობლემა თუ არ დაბრუნდები ისე თავის ამბავზე ისე აი რასაც პრობლემა რომ თქმა ჯუნიორი რომ მიყავია სამხარეს ერთ თუნდაც უნდა დამოსადა არ ვიცი ხა ის ისეთი ზოგადი კითხვა არის რომ შეიძლება პრობლემა მინდა მე ჩემი ჩემ პორტფოლიოში მიწერია ჩემ აღწერაში რომ endless curiosity მაქვს ანუ ჩემი ცნობის მოყვარება ასრულდება მე მეგირჩევით ყველას რომ ცნობის მოყვარება არ მოიკლათ ცნობის მოყვარება არის მთავარი საწვავი რითაც მოძრაობს ალბათ ყველა ადამიანი ყველა წარმატებული თუ არა წარმატებული ადამიანი ცნობის მოყვარების გარეშე მე მგონია რომ არაფერი ანუ არც გამოუვა და არც ინგლისში გადავარდება რა საუბარი ამიტომ რას ვისურვებდი ზე პასუხი ძალიან ბანკს დონეზე ვიტყვი რომ უფრო ადრე დამეწყო რაღაცების გაზიარება კეთება ჩვენებმა თუ რაღაც ეგეთი რა ჯარი მაგრამ რა შეგვეძლო ვაკეთებდით რა ხალხი მაგ დროს ანუ ბაბულოსავი და მამინა რომ მივიდეს ასე წლის უბრალოდ იმის თქმა რომ ამაზე ბევრჯერ გქონდა საუბრები რომ აი ასეთი იყო, ასეთი დახტა და ყოველთვის იცვლება დრო, ეხლა სხვანაირი დრო არის და ეხლა AI-ის დრო არის. ეხლა გაზიარება სხვანაირად ხდება. აგერ X-ი ჩავსწორე და 10-დან 9 დიზაინერის პოსტი ხდება, რომელიც sneak peeks-ებს თავის რაღაც ნამუშევრის და რო შეხედოთ დრებზე საერთოდ სხვა ალტერნატივაში ცხოვრობს ხალხი sneak peeks-ი არ დებს, იქ რეზულტებს დებენ და სხვანაირად იცვლება, რა გარემოებით იცვლება და მოვერგოთ. თუ არ მოვერგებით, ეს მე როცა ჯუნიორი ვიყავი ამას ვიზამდი, ანუ რელევანტური აღარ იქნება. მე რო ჯუნიორი ვიყავი, სენიორი ყოფილიყავი, თუ არ ვინებდი, იცით რა, იმიტომ რომ ვერ გავიგებდი. მე თავის დროზე ეგრევა ჩვენი დაწყებული ვინც ძველ ცოტა დიხანია ვაკეთებთ. კოპირება იყო ყველაზე მაგარი. ასლი შექმნა. ანუ გადახატვა. ეგრეთ წოდებული გადახატვა. ეხლა მაგ სიტყვაზე იმენა ძარცობდები რა, შემდეგ სიტყვა გადახატვა. შედეგი არ მოხდა? მაგრამ მოხდა ხო, ანუ სწავლობდი ბიბლიოთეკას ისეთი თავში. მიცოდი რა ფონტი და რა ხელას უნდა გამოვიყენებინა როგორ ფერმერო ეს დეფინირდა. ანუ აზრს ვერან მომენტ რა აკეთებდი. და მე როცა უკვე შევძელი რომ აზრი დამეტანებინა, მაშინ წავედი და წინებები ვკითხე რა. ანუ მე თვითი გავაკეთე. ანუ რა გაკეთე წინები და მე ვერ ვისწავლე რა. ჯერ გავაკეთე პრაქტიკული ვიყავი და მე ამას გავეცი პასუხი ხალხი რამე გამოწევი მიდათ შეიძლება ვიყოფოდი მოგწევთ. და ნაწილობრივ ისედაც გავეცი ამას პასუხი. ეს მინდა რა, ეს ხარი ძალიან მაგარი. ეს არის საკითხული მაგის პრობლემა. ეს არის სამ ვისწავლე UX დიზაინი. აი დიზაინ ინსტიტუტში უნდა ისწავლოთ UX დიზაინი. არა, ხუროთგან მართლა დიზაინ ინსტიტუტში შეგიძლიათ მართლა ისწავლოთ დიზაინი. ძალიან აკადემიური გარემოა და ეგ საკმაოდ საინტერესოა. ოღონდ ტრადიციული აკადემიური არის. თავისუფალი აკადემიური გარემოა. ყავთ სხვა მენტორები, აი ცეხა ვინმე თუ არის ისეთი სასწავლია UX-ი, მაგრამ თუ თქვენ მეგობართ იმას, შეგიძლიათ სანდო წყაროს განსხვავებით ჩემგან არა მარტო სხვებისგანაც. რა დიზაინ ინსტიტუტი არის ერთადერთი ადგილი, სადაც აი არასტანდარტულ აკადემიურ განათლებას მიიღებთ. ისე როგორ ვიყურებ, სადღაც ვისწავლო. Google-ის კურსი კი ბატონო, გაიარეთ, Google-ის კურსი რამდენი უნდა გაიაროს, რაც წერია ასოციაციას ადამიანებს. სერტიფიკატი უნდა გააზიარო. სერტიფიკატის გაზიარებაც კარგი არის.
არა, არ ხურო მართლა Google-ის კურსი ძალიან კარგი არის. Google-ის კურსის გარდა გვაქვს Udemy-ს მე ვაყიდებ საკმაოდ, მინდა გითხრათ. Udemy ჩემი აზრით ძალიან დაბალი დონეა UX კურსების მიმართულებით. ჩემი ფავორიტი არის ეხლა მოვიდა დრო იმისი რომ გაჩვენოთ რაღაცები. ესე იგი Build for Mars. ეგეთი საიტი არის. I tweet this. რატომ მოწესრიგეთ ეს? თანხმობის გეუბნებათ, რომ ისწავლეთო უკვე წარსული ამოსწერებითა და ეგ არის პრაქტიკულად ასაკეთებით მანამდე რა. აქ მე ვეძახებას UX კურსებს, UX bytes, ქართულად ვერანოთარ მე რაღაც ეგეთი. დაამბებს უსიტყვას. ბოდიში. ეგეთი. ეს ადამიანი მიდის რაღაცა დაკვრევას აწარმოებს, ლინიაში მოსწონს რაღაცა და ამბობს რომ არის წერს რაც არის რა. მე საუბარს ეს არქის ამბავია და ეს არ მოკლედ იმას ვარდებ. მე ვუდებ ცალკე ფსიქოლოგიის ნაწილში ზოგადი ფსიქოლოგიური მომენტები, მაგრამ აჰა მომენტი და ამის მიხედვით მე გიგავს რა ვარიანტები შეიძლება იყოს. ეს ფასიანია, მაგრამ ფასადაც შეიძლება რაღაცებს. ხოლო ძალიან კაი რესურსია. ჩემი ყველაზე მაგარი რესურსი რაც მგონია რომ ყველა უნდა ნახოთ არის grows.design. Grows.design არის ყველაზე სპეციფიური იმის კონე, storytelling-ის კონე. ამის გამო ვინსპირებდი და სტარტაპს ვაკეთებ ამ მიმართულებით ეცადეთ. ანუ ინა მომწონს ეს storytelling-ი, რომ მგონია რომ ადამიანებმა შეადგინონ ეს storytelling-ები. ძალიან ყველა სტარტაპმა თითქმის არ წამს ახსნები არ მაგრამ ძველები წამი მაქვს და აი ძალიან კარგია. Substack-ზე ბევრი არის, მაგრამ მე ხარას გირჩევები და იცით ძალიან თუ გინდათ რომ ვიღაცა top დიზაინერს შეხვდეთ და პირადად გაესაუბროთ, გამოიყენეთ ADP ლისტი. ამის ფაუნდერს ვერ ვიტან, იმიტომ რომ შეიძლება ეს ხომ რაღაც იგიჟებს, მაგრამ თვითონ პლატფორმა გაიგო. აქ შეგიძლიათ დავწერე, მინიმუმ ნახოთ ისეთი მაგარი. Amazon-ის senior product designers დავაი ჩაუნიშნოთ, თუ აქვს ღია. პასიურს, უკვე პასები დავუმატებთ. მაგრამ უფასოებს ეცარ. სხვა senior product designers-ები კომპანია X-ში მაგალითად. ADP სისტემი მოგამია რატომაც გაგაჩნდა, იყო რომ კონტრიბუცია ყოფილიყო ორ ხელი. ანუ მარტო ერთ ხარეს კი არ უნდა დაიჩარჯოთ. მე თქვენ შეხვდებათ ვიღაცა. თქვენ ვინც აინტერესებს. თქვენ ვიღაცა გაინტერესებს და ასე. ADP ლისტი ძალიან კაია. კიდევ ის გაქვს ვარიანტი? მე მეაუბრალ. ADP ლისტი კიდევ ყურადღება უნდა ვიდრე ახლა მივაჩით რა. აქ ახლა რეზიუმე რევიუ შევხდა ფასიანი, თუმცა დამწერლობისთვის და სხვებისთვისაც. ანუ ნებისმიერ ინტერვიუს მომზადებას ან მზადების პროცესში როცა აკეთებთ როგორ გავისაუბროთ, რომ იმოდი დროპბოქსში მუშაობა, ახლა პირველი თუ მაგათ გავისაუბრე, რისკია ხო რაღაც მეთქმა. შეიძლება აქ ხალხია რომელსაც სურვილი გამოხდეს რომ ეხლაც მენტორობა გავუწევ. რატომ? რადგან დროპბოქსში ან თუნდაც Airbnb-ში სხვა კომპანიებში მომეწენ, იქ ხალხი რო სხვა ლეველზე გადავიდეს, უნდა ქონდეს გამოცდილება რომ ვიღაცას მენტორობა გაუწევ. ამიტომ ეს ხალხი კარგი მაგარი კომპანიებიდან აქ საიტზე რეგისტრირდებიან და სთავაზობენ უფასო მენტორობას, რომ თავის მენეჯერს მე აჩვენებენ, რომ ნახე მე 10 ადამიანს მენტორობა გავუწევ და ესეც შეფასება გამიკეთეს. რა თქმა უნდა ამერიკული რა უფასო გადაუს, მაგრამ სათავისოთაც იყენებს. ამიტომ ჩემი თავის მოვდასაჭოთ აქ, მეც მაქვს ბოქსის, IBM-ის, კიდევ რამდენიმე კომპანიის დიზაინერთან ინტერვიუ გავli. და ანუ იმიტაციას ვაკეთებ. იმისთვის რომ მე მართლა ვაჭირდება მოვაჭირდე. ეს გუათი იქნება, ავიცეთ, თუ დახურული არ. ხო. ავიცეთ. დახურული მე. Okay. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ. ლეველს მეგონი მნიშვნელობა მართლა არ აქვს, დამწყებ მიუთითებთ, აუცილებლად მოიძებნება ადამიანი, ვინც დაგემოყარაკებათ და თქვენ
ძალიან ამჟამინდელ სიტუაციაზე კომენტარს გეტყვით, მნიშვნელობა არ აქვს. მემორაიზია აქვს. რამოზე ცოტა რთულია, იმიტომ რომ ვიღაცასთან Facebook-ზე და ეგ ცოტა პირადული რია და თან ხალხს უნდა რომ რჩევა მოხდეს და მე მემორაიზის ხოშეც. ეს არის, აი, აქ სხვათა შორის ხატია და გნიძის ტესტიმონიალი წერია სადღაც გამოუშვეს. თუ არ აღგარდეს. Memorizing has been a fantastic experience for me. The energy from the both teachers and fellow students. მაგარია, მე ვიცნობ რამოდენიმე მის გაიგე, ქართული სროხთა თავარი ლენინგ პეიჯზე და ლოკაციაზე ხوار. სადე და არა. ინკოგნიტო რა მე გერევიზო, ისე გამი. UX აღმოჩენარე ამაზე ინტერაქტიული, ამას ველაპარაკებული რა. ესეც მინდოდა ეგეთ რაღაც კეთება რა. აქ ჯვირით მოკლედ $25 ვიყავით თქვენ. რომელიც და საქართველოს პირად ვესაუბრე ამას და მინდოდა რომ როტაციის მეთოდით თქვენთვის ამის რა 4-ჯერ უფრო იაფად მექნა ეს რა. და პლუს მენტორშიპი დაემატებოდა. ანუ აი ეს ვერსია მოიცა 14 days. How many events? I მაგალითად მე question ვუდებოდით რაღაცა skill sets გავიგებდი და აი skill sets მიშვენებს რომ მაგალითად content strategy გესმით design leadership გესმით და ესე გავზომავდი ამას. უბრალოდ დრო აღარ აქვს. მაგრამ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. სხვა ვინმე თუ დაინტერესდა შემიძლია საკუთარ გითხრას და თუ მიხედავთ ამას, სხვა მასალა, აი ყველაზე ინტერაქტიული კურსი არის რაც შეიძლება ინტერნეტში ნახოთ. აი ტოპ თუ არ გამოგიქციათ გამოსვით. მეც ვცადე, ანუ მე პირადადაც რაღაცები არ ვიცოდი და რაღაცები ვისწავლე. ამის შემქმნელებისგან არის აი ტესტი რო იყო ჯგუფში ადრე გავაზიარეთ და ორი სხვადასხვა რაღაცა რო იყო და აი ეს რაღაცა და რომ უნდა აგერჩია რა. ამის შემქმნელებისგან არის. კიდე რავი რა მახსენდება ხა ისეთი მობინი ხო მობინი კაი. მობინს იყენებთ თქვენ ხო? მობინი გადასახადად ხო მობინი კაი გადასახადო პირდაპირ. მობინას მიწერეს ხათაშორის ნობელს აქვს community. ნობელ რეზიდენტში მინდოდა ეგეთ რაღაც აღარ ვაკეთებ და ბარეთის. ისა რეზიდენტში თავი და მინდოდა რომ ყველა კურსი Figma, Notion-ი მობინიც მიწერილი მაქვს მობინისთვის Figma-ს მიწერეთ. გამეკეთებინა სასწავლებელი როგორც ფუნქციური სასწავლებელი, ფუნქცია რო ქონდა სასწავლებელი, არ გასწავლით არაფერს და დისკაუნტები და უფასო არის ყველაფერი. ან მოხდა დაგიგეთ ყველას უფასო დაგიგეთ რაღაცებს რა. მობინის პლანსა და მიუგიც ხათო გეგონა რომ ვუთხარი რომ კომენტარები წევრი ვარ თქვენში. და თუ შეიძლება მოგვეცით და UXL-მა და იმან აქვს მემორაიზინგი მომწერა რა კია. კაი თქო. კი არა, მაგრამ ზანდერა არ მიკარდა ზანდერა, თვითონ რაღაცა სხვა გამოუშვა. დიდი ხანი მალოდინეს ხალხთან კომუნიკაციაში. მაგრამ მაგას ვაკეთებ. თუ გაზარდდება რამე, მე ალბათ შეიძლება მაგრამ აი რაღაცა მართლა მე მინდოდა გამეკეთებინა რომ ამ ერთ community-ში ერთ თანხას გადაიხდით, პირობით რაღაც შეიძლება ერთ subscription-ი, ძალიან მიზერდა 25 ლარი, ან 30 ლარი და ყველაფერთან ქონოდა ცნობა. და ცალ-ცალკე გადაგიხარ. და ანუ შესაძლებელია. ფიტ-პასაგი. ხო, რაღაც ეგეთი. ალბათ შემი კომერციული მიზანი არ ხდება დედას გექცევით. აი კომერციულად შესაძლებელი. რამდენად განსხვავდება დღევანდელი UX ინდუსტრია 5 წინამძღოლისგან? რა თქმა უნდა განსხვავდება. ეხანდელი მეჩვიეთი UX-ში ბევრად მაღალია ვიდრე 5 წლის წინ. ანუ დონორმა სუსმენდი თავის დროზე და თქვა რომ 2050 წლისთვისო UX-ი გახდება დაახლოებით იგივე პროფესია, როგორც გახდა არქიტექტურა. ანუ სრულიად მეჩვია დასრული რომელშიც ახალი იქნება რაღაცები, მაგრამ baseline მოსაზრება ნება რა რასაც ის. ეხა ისე არ მოვყვებით, რომ დიზაინერი რო ვარ, რომ გეტყვიან რა ხარ ზუსტად UX დიზაინერი რო ვარ, ეხლა მეკითხებიან რაცა რა. და UX ინდუსტრია გახდა რაღაცა ჯენერალისტი მიმართულება და აღარ გახდა რაღაცა ერთი კონკრეტული კეთება რა.
როგორც პროგრამირებაში გახდა white code-ი შემოვიდა, ახალი ტერმინალი, ეგრე შემოვიდა UX-შიც, ჯერს ხომოქცემა ხოლმე, მაგრამ ხო. და ჩემი აზრით UX-ში ეხა რამე თუ არსებობს, სხვათა შორის თემო მინდასაც აქვს. გაზერული ეგეთი კაი Baymort UX research, არის თამბონი. 150,000 საათი კვლევა UX-ში, რამე თუ behavioral science-ში არსებობს, ყველაფერი აკეთე. რაც გინდა სრულებული აკეთე. აქ ცნობა გაქვს რაღაც რაოდენობაზე უფასოდ, ფულს გადაიხდი უფრო მეტი აქვს. ამიტომ UX-ში თუ რამე კითხვა გაქვს, ვაი ზოგადი ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, აი ახლა მომენტები და ეგეთ რაღაცა cognitive load-ი და ეგეთ რაღაცების გარდა, შეგიძლიათ უფრო advanced დონეზე ნახოთ. და ეგ არის advanced დონე UX-ში, მეტი არაფერი. რამე ახალი არ მოგონიო. ადამიანებს ერთნაირი ცება უყალიბდება. დროთა დრო emotional design-ში არსებობს ეგეთი ტერმინი, ქვია reflective experience. Reflective experience-ის თელეფონი ისაა, რომ behavior-ი რაც გიყალიბდება სხვა პროდუქტის გამოყენების დროს, მეორე პროდუქტ X-ში, მეორე პროდუქტში უკვე reflective ხდება. ანუ იმის ბაზაზე სწავლობ. learnability უფრო მარტივი ხდება. დასამთავრად რამე ფილოსოფიას ასწავლი UX-ის მიმართულებით არ მოგონილა ჯერჯერობით. ერთი რაც გაჩნდა არის ეს Apple-ის VR setup-ი უფრო განსხვავებული და ჩემი აზრით მომავალ 5-6 წელიწადში ვიხილავთ არა რაღაცა ჰოლოგრამულ გარემოებებს, არამედ უფრო ზოგად ექსპერიენსებს, ანუ შეიძლება იყოს touch-ი, შეიძლება იყოს ლაპარაკი, შეიძლება იყოს არ ვიცი, რაღაც AI-პინებიც იყო გამოსული და mixed იყო რა, AI-პინები მოხდა სხვათა შორის ზოგადად მან ლოგიკა არასწორად აღთავაზობილი, რომ რატო შეიძლება smartphone-ის ერაში კიდე დრომატებით ერთი gadget-ი გააკეთა, რომელიც რაღაც კონკრეტულ ერთ სახეს გამართავს. მე ეგეთი მაგის სოლუშენს და მე გადაცემ იმას და სწრაფად დავაწყობ. UX-ზე კითხავ, ეხლა ისიც ხო გაჩნდა ეს უკვე X. რომელი? PX. PX, არც. Product experience. აი ეს არის UX-ის არსებობს experience designer-იც, მე ვიყავ experience designer-ი, ერთ წელიწად ნახევარი და დიალოგის თამაშის როგორ? Duolingo-ში შემოიტანა ეს. ხო, ანუ მე გულში არის interaction product designer-ი, IXD რაც არის და ეგეთი თემები შემოდის ხოლმე. ხო, რაღაც თქმა მინდოდა, გაზომისვალო. არა, ჩემი როგორ? ხო, ხო, მოკლედ ეგეთი პროდუქტები გამოდის, მაგრამ გაჩვენებთ. AI-ს როგორ ხართ ის ძალიან კარგი თემა არის, AI-ზე რაღაც იმის კითხვის დავსწრაფავ და რაღაცა ვეთქეთ. AI-სთან კარგად თქვა, ხო? მოკლედ, პირველი გამოუშვა AWR და NVIDIA-ს hardware. მოკლედ, გამოუშვა NVIDIA, მეგეთი რაღაცა NVIDIA-ს კომპანიაც არის გრაფიკულ პროცესორებს ამოებს. NVIDIA-მ გამოუშვა რაღაცა device კომპიუტერის ის გავს, რომელიც $13 ეკრება, რომელიც LLM-ებს, ანუ ხელოვნურ ინტელექტებს გაუშვებს. თქვენი სახლის აი PC კომპიუტერი როგორც არის, დაახლოებით ეგრე გაუშვებს სახლში. ანუ სერვერზე თქვენი cloud-ი გექნება. ეხლა რას ნიშნავს ეს? აი ფილმები თუ არ გადახილ Iron Man, ეგ რო ხომ ასისტენტი ლაპარაკობს. ეს ყველაფერს რო აკეთებს. AGI-ისკენ რომ მიდივართ მალე. Artificial Jarvis. ეგ Jarvis-ები გაშდება ბევრგან. ანუ უკვე გახდება კომუნიკაციის დიზაინი დაიხვეწება, გახდება მულტიფორმული UX-ი, რაც იმის კონკრეტულზე კი არის და ვებსაიტზე კი არის ძალიან experiential journey რაც არის user-ის იმას მოერგებით რა. ერთი არის კიდე, ქვია it's well LLM hardware. ეს რაღაცა აი ეს რაღაცა ძალიან მაგარია ფორმა.
Ისა მე მიჟებოა? არა, device-ი ესეც ვირტუალიანი. ხო და ესეც ამასაც ვიშვებთ რა. და ეს გაშვება კომპიუტერთან კავშირი შეგიძლია დამყარო და ნებისმიერ device-ში შეიძლება დააკავშიროთ და ამ device-თან კონტაქტი. მომენტ ამასაც ხო და დიზაინერმა ჭირდება, ამასაც ხო უნდა რაღაცა პროცესულად გამართვა ხო? მე მგონია რომ შემდეგი რამოდენიმე წელი AGI-სთან ყველაზე ახლოს ვიქნებოდა 5 წელი ვთქვათ, UX-ი შეიცვლება და გახდება ძალიან მულტიფორმული რა. UX-ი კი არ იქნება. მოდი დავარქვათ, უფრო წავიდეთ HCI-ის მხარეს, ანუ human და computer interaction მიმართულება უფრო გახდება პოპულარული ვიდრე უშუალოდ იუზერების ცნება. მე როგორც ვიხარით experience design-ის ვაკეთებ და ჩემი თელი მუღამის იყო რომ მე მარტო users-ს კი არ ვეხმარებოდი, user-ებიდან customer-ებს ვეხმარებოდი, ანუ user-ებიდან customer-ებს. და რას ორი შრის დიზაინს ვაკეთებდი. და ანუ ესეთები შეიძლება უფრო მეტი ემატება რა, უფრო მულტიფორმული ხდება და გეტყვით რომ ეს თულები მეტად გამოიყენეთ AI-ში მეტად ჩაიხედეთ რომ თავიდან გავაუღოთ რა პრობლემები შეიძლება გქონდეს AI-ს. ძალიან ბევრი სტატია იყო დაწერილი, მაგალითად ახლა ტრადიციული AI-ების conversational design-ი როგორ უნდა გაკეთდეს. რატომ არის chat human ჯგუფის დაწერა, human to human როგორი chat-ი არის. Საუბრობთ პასუხს და AI-ს როდესაც ერთი დიდი SMS უნდა მიწერო, რომ დაგიბრუნოს პასუხი ნორმალურად და მაგალითად ის ბურგია. ხო და ამ მიმართულებით ხდება რა. UX მიმართულება და შედარება არ არის მართლა. თუმცა და ამ შორის რო გავაპარალელი ეხარებოდი. ამაზე არა რამე ისეთი გადავალ შემდეგ რომ სწრაფად ჩავთავაზოთ, რომ ძალიან დიდხანს დამწერლ დიზაინერების მუშაობა გასწა საკმაოდ რთული არ არის, ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ვაკანსიები იშვიათად ცხადდება ინტერნეტში. როგორ დავიწყოთ? ეს გავისწავლეთ პასუხი, არა ესეთი მეურვეჯერი. რომელი ფაქტორები განაპირობებს და ზეგავლენას აქტეს შენ გადაწყვეტილება დიზაინის შექმნის დროს. ახლა ამაზე ბევრს გეკნება ალბათ პასუხი. ჩემი ბოლო დროის დაკმაყოფილება ეს სტარტაპში მუშაობდი ბოლო 3 წელია და ჩემი დაკმაყოფილება ძალიან შეიცვალა მანამდე რაც იყო მაგაში შედარებით. მე ყველა იდეას ყიდე. აი შეიცვალა. მანამდე არ ყიდე. მე ყველა იდეა ჭირდება რომ დავამტკიცო, ანუ ადვოკატირება ჭირდება რომ გავაკეთო. და ეს არის ჩემი დიზაინის ფავორი პროცესი. ანუ ნებისმიერ მომენტში მინდა რომ დავაჯერო ადამიანს, რომ ეს დიზაინის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით უფრო ვიხარდები, ვიდრე რეალურად დიზაინი გავაკეთო. 90%-ში ალბათ სწორად დაგეგმილი ეს გაყიდვის სტრატეგია მაძლევს სწორი დიზაინის კეთების უფლებას, ვიდრე პირდაპირ დიზაინი გავაკეთო და მე უხსნა რა თქმა უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ ფაუნდერები კლაუზინგი ხალხია და მithumetes მოხარებები უფრო მეტად კლაუზინგები არიან და ამ პირობით ვერ გააკეთებ ამ დიზაინს. ყოველთვის ვიღაცა მოვა და გეტყვის რომ აუ ეს დიზაინი შეცვლილია ესეთია, მაგრამ თუ არ გაქვს არგუმენტაცია და ადვოკატირება არ შეგიძლია მაგ დიზაინს ჩათვალე აი ესე გამოგიტრიალე. გავხალბად ის მინ ნახე ცხენი რო ხატია, ეგ ლამაზი ცხენი რო არის და მე კუდი რო აქვს ძალიან ცუდად დახარჯული, ეგეთი რაღაცა გამოგიდგა. ჯუნიორებსაც შეგიძლიათ, სენიორებსაც შეგიძლიათ ნებისმიერ მოკლედ პოზიციაზე, მგონია რომ იდეის გაყიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. იდეას თუ გაყიდი, მე ესეთ კაი სავარძელი გაქვს, ჯდებიან სავარძელზე და რატაც მე არ გაკეთებ. თითქმის დიციოდ ეგრეა. მაგრამ თუ იდეას ვერ გაყიდე და პირდაპირ straight forward, იდეასთან ყიდე და თან დიზაინს აკეთებ, უეჭველი მაგალითად ფრანკენშტეინი გამოგივა და ეგეც ოკეი. ფრანკენშტეინობას მოსულა და ზეგავლენას ადვილად ახდენს. რო აიღაც. მე მქონდა რაღაც პატარა დეპრესიები, ჩემ დიზაინს რო აიკეთებ მე როგორც მინდოდა და ბრაზდები. ამათ ჩემს ბრაზდები ხას ვიცი რატომაც მინდოდა ეგრე. მაგრამ ადრე ლექციას მაქვს მაგაზე წაკითხული რომ მოკავშირეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკავშირე თუ არის თქვენი ვიღაცა ვინც მისთან ზედმეტ იდეას გაყიდით, თავი კუჩი ჩათვალე ყველა იდეა გავაკა. და ასევე ფაუნდერებს აქვს ეს მოტივი რომ მაინც ყოველთვის თქვენი იდეას აყიდულობენ. და შეიძლება რომ მათი იდეაც იყიდოთ და მათი იდეა უკეთესი გახადოთ. უფრო მეტად დაგიფასებთ. შემდეგში თქვენი იდეას უფრო მეტად გაყიდეთ რა. დამიგერეთ და გუშავს. მაგაზე
გამის ითქვა ხო რომელი ფაქტორები განაპირობებს ზეგავლენას ანრიგوار მოდი მე აკეთებ დიზაინის შექმნის დროს მოდი მე მეორე კითხავ უბრალოდ და ვის პრობლემას მაგაზე და ვიღაც რედაიგო ჩემ შემთხვევაში აი შრომის მოყარეობა მუშაობა ყველაზე მაგრად და კომუნიკაცია იმიტომ რომ აი თუ დამწყებები ხართ იცოდეთ რომ ძალიან ბევრი შრომა მოგიწევთ ღამეები მითენებია რა დილის რეჟიმი ამრევია სტრესი მქონია რა ყველაფერი რა მაგრამ ის შედეგი რასაც თქვენ მიიღეთ ამის შემდეგ ამ ყველაფერს გადავხდით ეგ ის გაძლიერებთ რა ანუ არ გიგონთ რომ რაღაცას დავყოლებას რომ გაივლით მე რაღაც ეგ დარჩება ამის ძალიან ძლიერდებთ რა და იდეა არის კომუნიკაცია აი ორი რას ელაპარაკა აი ისეთი რაღაცა ყოფილა რომ მაგარ დიზაინს მოვიფიქრებ და რაღაცა კლიენტებს და რა არის მომგეთ გასმოფიზმი და ვერ გამოდის რა დეველოპერს არა ამ მაგის სკილი არ ყოფნის ან უფროს ვერ უწვი და აი რაღაც ჰერკულესი რო ხადეს თავზე ცეცხლები აზდის ეგეთ რაღაცებს დამოუკიდე რა და აი ეგორი რამე შრომის მოყარეობა რომ აი ხა მაგალითად შენ რაღაცებზე რომ მუშაობ რომ აქ დაგიგმირი რომ აი ერთ დღეში უნდა გავაკეთო მაგალითად ფიგმადან უნდა გადავაწყო რომელიმე ნოუ-კოდ პლატფორმაზე დიზაინი ხო ერთი გვერდი ანუ ეგ არ ვაკეთებ რა მეორე გვერდსაც ვაკეთებ რა აი სანამ არ მოვჩები აუც ტელეფონს თიშავ არავის არ პასუხობ ორ ადამიანზე მაქვს გაყენებული ემერჯენსი რო დედაჩემი და ჩემი ძმა მაგად გარდა ვინმე თუ მირეკავს არ ვერ მირეკავს რა და აი სანამ ეგ არ მოვჩება მოკლედ შრომის მოყარეობა ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ კიდე ის პატრი რა იმიტომ რომ დღეს ისეთ სიტუაციაში ვცხოვრ ვიღაცა საერთოდ მოგწევთ რავი მე ალბათ ბოლოს დავიე მეგობრებთან ერთად ტაილანდში შარში აი ხო აი ეგ მაგარია ანუ ბევრს შრომობ მე მიდიხართ ასე ხო რო დავრი არ მაქვს რა მე კიდე ბალანსი ნუ მოკლედ რა და ეს ამდენი შრომა რო გაქვს მე ტვინი ისე იგრუზება რომ აი პროსტო გინდა რომ მოიშვა რა და მე ისე ეშობი რომ აღარ გახსოვს რა ხდება აი ეგ ჩემ შემთხვევაში მაგან მაგრა იმუშავა რომ ალბათ ჩემი მაქსიმუმის არ მაქვს გაკეთებული მიუხედავად იმისა რომ ალბათ ბოლომდე გამოვწურე ჩემი თავი და არ გეგმით რომ აი ეხლა მე ამ კურსს დავივლიე და ესო რა ლინკდინზე მომწეს HR-ი ინტერვიუს ჩამინიშნა და ოპა უცებ ამას მაგა მორჩა ხო დიზაინ აი ეგრე არ არის ვაფშე ვინც მაგას გეტყვით ხო ითხოვება რა ჩემ კურსშიც მაგაზე ერთ საათიანი ვიდეო მაქვს ჩაწერილი რომ აი ეხლა თქვენ ამას გაივლით და ისა ყველა სენიორები ხართ ეგრე არ არის და ვაფშე დიზაინში კი არა დეველოპმენტში არც არ არის მართულებით რა და მოკლედ შრომის მოყარეობა ვიყავით თქვენ პატრი მიეცით და გეგმები დასახეთ რომ აი სიტყვაზე რაღაცას თუ გინდა მიაღწევთ სტეპებად ესე გაასკენით დაანაწილეთ და აი ამ სტეპებს მიყევთ იმიტომ რომ ეხლა რომ მიხვიდე და 200 კილოგრამის სტანგას რომ დაიჯაჯგურე ვერ აწევ მაგრამ თუ ერთი წელი მომზადებ ორი წელი მომზადებ ეს რაღაც შესაბამისად იგივე და სწორ ვარჯიშ მეთოდიკას გამომუშავებ აწევ ჩვენთვის შემთხვევაში ამან იმუშავა და თქვენ სიგელს გირჩევთ Adi მადლობა ანდრე არის ბლოგი ახსენე მაგრამ შეგიძლიათ მოზემ არის შეკეშვილი ინსტაგრამზე ძალიან კარგი ვიდეოებს დევს და ტელეგრამზეც გავიმართეთ ტელეგრამზე ხაია ეს მოწოდოს ტრაფიკაციის მართლა ჩამორაცლებს თუ არა generative AI designers არ ჩამორაცლებს მე დავიცავ ნანა თესება, ნანა მისაუბრებოდა მის ძმაზე რომ UK-ში ნანა აი არა. ის ხო გასათვალისწინებელი მაგეია ვინ მოიყვა. შეგეცოდინება იმას. მაგრამ AI ვერაფერს ვერ გასავს. აი ეს ვიდეო დაიდება საქმე 10 წლის მერე ნახე. ეგ AI უნდა გახდეს თქვენი იარაღი. კაი კალაშნიკოვი რა ეგეთი რა. დაუმიზნე ვერა წიას პრეშა აჭერს. მართლა იგზა. რო ბაბარები, ალბათ თქვენ ზამანარები ხართ ყველა, რო ბაბარები კომპიუტერულ გრაფიკაზე, მე გინდა კომპიუტერულ გრაფიკაზე ჩაბარება, ყველაფერს კომპიუტერი გააკეთოს, აი ფოტოშოპში შეხვალო, ყველაფერს გააკეთეს. ანუ მართლა ესე მეუბნება რა, ძალიან ადრე იყო, ეგ რა ჩემი რევოლუციამდე იყო რა, ესე მართლა და შესაბამისად ზუსტად ვეთანხმები შენ სიტყვებს რა მაგ ნაწილში, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ გამოვიდა მას. ხო არა, მე ვხედავ general intelligence-ის მერეც ვერ ვხედავ. ჟერატრია ACI-ს ან super intelligence-ის კი ვერ ვხედავ მაგას.
იმიტომ რომ შეუძლებელია ავტონომიური რო გახდეს მთლიანი ეს პროცესი. ჩვენ მაინც ვიქნებით სადმე, რავი, ჯორნალში ვიქნებით და ისინი იქნება კაი ცხოვრებაში, არ ვიცი, ალბათ. მაგრამ მაინც ვიქნებით. ანუ არაფერს ვერ ჩაგვანაცვლებს, ერთი მოგწეს. აი, ვიცი გადავავლებ ახლა რომ დიდი ხანია წამოსაუბრობ და მგონია რომ რაღაც მომენტში მე არ აღშენდეს ფიში. რამდენი კომენტარი მაქვს? აი, ბერე. რა დამატებითი თულები უნდა ვიცოდე რომ ბაზარზე კონკრეტული ისა კონკურენტული ვიყო და რომელი ახალი თულები ესეც. იბათ მოგწე გადავიღოთ ეს ამბავიც. ესე იგი Figma, Framer, Webflow, Webflow ძალიან გეტყოდეთ რომ შეიძლება გამოვიდეთ და ისწავლოთ. რომელი უფრო კარგია, Framer თუ Webflow? Webflow შეიძლება ეს რაღაცა გაკეთოთ, რაც Framer-ში არ შეგიძლია. ამიტომ Framer-ში უფრო მარტივი რაღაცები შეიძლება გააკეთოთ, Webflow-ში უფრო ეს რაღაცები და ორივე აი შეიძლება თუ გავხსნით. სიმართლე გითხრათ, რამე ბევრი თულის გამოყენებას მიზანი არ აქვს. ჩემს CV-ში მიწერია, პეტრე მიწერია. ლაბობოლი მიწერია, ვიზიო მიწერია, ეგენი არის development პროექტი ზედათაც. მიწერია Photoshop. Photoshop-ის ის რა მაგალითად, Excel-ი ფორმულები ვიცი ზედათაც. ვიყენებ შეიძლება Excel. Excel-ი არ ჩემ ერთ-ერთი საყვარელი პროექტი რა. არა მართლა ძალიან ის ანუ ეგრევე ყველაფერს ვაკეთებ რა, რაც შეიძლება. გამოკლება, გამრავლება, პროცენტები, გამრავლება. აი თავი გავიხსენ აღარა. რიცხვები ჩაწერა. შოთვიდან კალკულატორიც და ეგ. არა, რომ ნახო. სივის ნახულობთ კი. Excel ლოგო. აბა გვანახე შედის. Emisius, გარემ თქვენი. ამერეს. კანვაზე თუ არ დააგენები? არა. იმედია. რომელი დეიტაბეის ესა, აი. ეს გაფიქრე. კაი ამათ. კაი ცოდნია Figma, Framer, Webflow, Sketching, Notion, Cloud, ChatGPT სკილია ვიცოდე და Cloud სკილია. Web service ვიციო, Linear გავყენოთ ვიცი, Asana ვიცი, Jira ვიცი, Confluence და Logo. აგერა კიდევ რაღაცები ვიცი, რომელიც არ ფიქრობ რელევანტური რაღაცაა, რა თქმა უნდა. და არც Adobe რატო გამოდი? Adobe რა გავუვია ჩვენებრივი, Adobe ცოდნა უკვე აღარ არის პრიორიტეტი რა. Photoshop-ი და ეგეთ რაღაცები არა, ილუსტრატორი კაი. ხო რა ვიცი. After-ი. After-ი კაი, ხო მაგრამ After-ი შემცველი ვიცი, გითხრა, გამახსენე უცო. ეს ხო შემცველი რომელიც? ეს უკვე შემცველი კარგად მაგეს არ დაუწრო თამსიც არა, უწო მე უწო საქმე. ესე იგი ჯიტერი რაჯანდა ვაჭრს. სადაა? ოკეი. ჯიტერი რა? ეს პრობლემა არის პროცესი. საფარი არა? რაღაცა დაერნა. ჩემ ერთ წამებს ტექნიკური ხარ. კარგად. ტექნიკურად შეიძლება რომ იციგო. ნამდვილ ჯიტერ ვიდეო არის ეგეთი ტრეპეთის შემცველია ძალიან მაგარი ფული არის jiter.video. ო, ბოლომდე ვერ ვცვლის. ხო, მაგრამ მაგარია ძალიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ Drive app, ეგეთი motion ფული არის. კიდევ მოიცა გავხსენო. Protopie ძალიან კარგი არის. Protopie-ის დახელოვნება ძალიან მაღალ დონეზე ძალიან კარგ რაღაცას გამოიწვევს. Process wise, ბევრი კომპანია ითხოვს. ჯიტერზე მიკითხა. просто ვახსენებ. ჯიტერი ძალიან კარგია. ჩემ ვიდეოში და რასაც ნახავთ ანიმაციას ყველა. ჯიტერი ძალიან ტოპია, ჯიტერი მაგარია. დროს გიზო გაქვთ, ტემპლეიტებია. თქვენი საქმე არის უბრალოდ მოიფიქროთ რა საქმე გადავიდეს და როგორ გაქვს. 100%. აი, ჯიტერი აღარც გაიგარეთ. ხო, After Effects-ი გახსენი და ის ჩაერთვა, ტრაქტორები ჩაერთვა კომპიუტერი რაღაცა 200 პროცესს გამოიყენებს და მე რაღაც ერთი პატარა ვიდეო და რაღაც. просто ფასიანი. ხო, ჯიტერი ფასიანი, მაგრამ ხის დოკუმენტაციებს ვიყენებ Notion-ს, მეგობრებო. დოკუმენტაციებს Notion-ში. აღარ ვარ. ვიცით რა იყო. მე მომეშველეთ ახლა კიდე რაღაც თულები ჩამოვხვალ. თულები ჩამოვხვალ. ხო. Figma-ს არ პლაგინები კიდე თავში.
ხო, Figma-ს პლაგინები Figma community ესე. ხო, Figma community-s პლაგინები შეიძლება გამოიყენოთ კი, ეგეც არის. Framer-საც აქვს. Framer University. ხო, Framer University, და YouTube-ზე მოძებნეთ Framer University, ძალიან ბევრი რამეს ისწავლეთ. მალე ის იქნება, გააკეთოს 2025 წელს საფრანგეთის უნივერსიტეტის გაკეთებას და მაგასაც დაევალოთ. Webflow-საც რა მაგარი ის. კი, Webflow აკადემიაც ძალიან კარგია. Framer University-თან. ნუ არ მინდა მოგინდეთ შემდეგი. რა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რასაც მასწავლეთ დიზაინერებს შორის? თქვი ეს რაც არის. დღეს UX დიზაინერი, რომელიც უზოლოდ არის, გაუგარებით უნდა იყოს აღჭურვილი დიზაინერი და მოდელზე გამიჩეული იყოს. AI უნდა იცოდეს ჩემს დიზაინერს. AI თვიცით დაწინაურდებით. იდეის გაყიდვა თვიცით დაწინაურდებით. სხვაგვარად ბაზარზე ტონარი დიზაინერები ისმენ. AI ბანგლადეშთან და ინგლისური. ხო, ინგლისური. Let me tell you something, right? So that's it. როგორ? AI ხელსაწყოები უნდა იცოდეთ, თითქმის ყველა, ალბათ, ინტერნეტის სტრატეგიებს, რაღაცებს და ხშირად მოთვალიერებელია product hunts. ეგ უნდა მოვხსნათ. Product hunti და indie hacker-ები ხშირად მოთვალიერებელია. კაი, არ ვიცი, ეს კითხვა ხო, Medium-ის Substack-ი ახალი Medium-ის ჩამონაცვლებელი უკეთესი. როგორ უნდა გამოიყენო ჩემი ნამუშევრები სადმე რომ ამოყვანო? არის ძალიან კითხვა. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩემი ნამუშევრები რომ სადმე ამიყვანო? ეს სკრინი არ უნდა შემოიფარგო. ხო, ამაზე მე ყველა გამოვხსნები რომ სადმე წერა, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს? დიზაინერებს უნდა უყურონ ჩვენ რო კი, დიზაინერები კარგია. PDF ფაილის უყარა იცით? სანამ ვებსაიტს აწყობ და ვებსაიტს შეჭიდავთ, PDF ფაილის გამოსცემთ. Figma-ში ექსპორტი აქვს PDF-ს და შეგიძლიათ გამოექსპორტოთ. ფოტოებსაც შეგიძლიათ წაიღოთ. ანუ ვებსაიტის ერთ-ერთი ცოტა მაღალი რაღაცაა ისე. ანუ კი უნდა გახდეს სტანდარტი რაღაც დოზით, მაგრამ ჯერ ეგ ვებსაიტები უნდა გახდნენ კარგი სტანდარტები. მაგრამ სკილია მაინც. ჩვენი ხო და მარტო Figma თვიცით, Figma-ში მაგით დარბორდები, ამოექსპორტებ PDF-ად, ერთი PDF-ი აკინძებ და всё. ეგ არის ის მინახავს Figma პორტფოლიო. ხო. Framer ყველაზე სწრაფია და ყველაზე მარტივია. Framer-ზე აწყობ ყველაფერი, ქვეყნის პორტფოლიო. ისა შაბლონებია და შაბლონებითაც აწყობ. პრობლემა არ არის, სხვა შაბლონი გამოიყენო. ოკეია ძალიან. არა, რედი მაგის კაია. ონსოს ეგეც. სხვა შეტა არასტანდარტულია, მაგრამ კარგია. უფრო არასტანდარტული დიზაინერს აკეთებს საუბრობთ. ხშირად მან მე არ მინახავს ცოტა ისეთი. Sites ქვია curated.design, შეგიძლიათ ჩაგვიდეთ პორტფოლიო აირჩიოთ კატეგორიაში და იქ იდება კაი პორტფოლიო. კიდე LinkedIn-ის პოსტს გაგიზიარებ, სადაც არის top 100 დიზაინერის პორტფოლიო, Microsoft-ის, Google-ის ცალსახელო. სანამ მართლა დააფიქრებული არა და ძალიან ძველი პორტფოლიო. Pixocom-ი რომ ისაც. როგორია თქვენი გამოცდილება კლიენტებთან კომპანიათა კომუნიკაციის კუთხეში? როგორ მოვყავდებით კლიენტებს ამ მენეჯერებს, რომელთაც არის დიზაინის მსვლელობა? ვაიმე ამაზე ვაპარაკეთ, მას მინიმუმ 1 წუთი. ხოდა. არა, კიდე ძალიან ესე თავაზე მასოქე. მოდი, დავაპირებთ რა. ლიკა კარე. მიკროტე. თქვენ წერეთ? ესე კი ვარდებს. დააინტერესებს. აი, მოკლედ. ეგ არის ძალიან რთული შეუძლია. აი ეს შეიძლება სუიციდად. ფრილანსერები უკეთეს პასუხს აქცევენ მომენტ. ხო, კაი, ესე იგი მე ვიცი ვინც უნდა გასცეს პასუხი, მე მოდი ჯერ პატოთ დავიწყებ, მაგრამ ეგეთი არა, უჩვენ. ატო არის top წამიკითხავ შეგო. ასეთი. ატო არის top rated Upwork-ზე და ასევე როგორც მახსოვს, ტოპტალის შიდა თითანას უმუშავია და მოკლედ ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ფრილანს მიმართულებით, ნიკოლასაც არის და ზედ ჯერ ერთი top rated ფასი. sorry.
მაგრამ აფორქსე კაიხანია უკვე მაგას იმუშავა. რა იყო კითხვა, როგორი ერთმანეთს გავცდილოთ კლიენტებთან ან კომპანიებთან ხომ მაგას პასუხობს? მაგას რაღაცას ვერ გააგებინებთ, როგორ ვფიქრობთ? ძალიან მარტივად. ანუ რამდენიმე მისი კითხვა იყო, თქვენ ხო? ხო, რამდენიმე გზა მართლა რა, ერთი ძალიან მტკივნეულო, ერთი ცოტა მტკივნეულო. და ეგ ოპშენი, ორი ოპშენი შეიძლება შეესთავაზო თვითონ ამ CEO იქნება პროდუქტ ონერი თუ ვინც იქნება რა. იმიტომ რომ შენ პრინციპში იმისთვის ხარ, რომ თულს იმიტომ გიხდია, ეგრე შეგიძლია დაიწყო ახსნა, მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მიქნია, რომ მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენ რაღაცას მეთვლი, ეგ მე ისე დავამუშავო და ისეთი სოლუშენი დავდო, რომელიც მომხმარებელს მოეწონება და უფრო მეტ ფულს შემოგიტან შენ. და შენ თუ შენი იდეები ისე უნდა მომახვიო, აგერ ეს არის ფილმას რაღაცა 15 წუთიანი ვიდეო გაკვეთილი და ეგ არის ერთი ის რომ სარემაგვია მტკივნეულო გზა შეიძლება იყოს, რომ მაგით იმას იზავ, რა ქვია პაკერა რა რაღაცნაირად რომ მოდი კი ბატონო ახალი ხარ და აფიქრებ შენ თავზე, და მეორე მტკივნეული გზა არის რომ გაყვებ რაღაც მომენტში რა, A/B ტესტინგის სულ შეგიძლია გააკეთო რა, ისიც გააკეთებინე და ეგეც გააკეთებინე. თუ ხო შეიძლება ყოველთვის მართალი შენ არ იყო რა, მაგრამ ეხლა სავარაუდოდ ისეთ რაღაცას გულს ხო რომელიც ძალიან კლიშე გადაწყვეტილება არის, მაგრამ ვიღაცა ვინება რომ არა ძმაო ეს საქარ უნდა იყოს, აქეთ უნდა იყოს და მწვანე უნდა იყოს რა. შესაბამისად იყოს რა, ერთი ვერსია ეგეთი მწვანე და აქეთ და მეორე ყვითელი და აქეთ. და A/B ტესტინგში ნახავ რა, პოსტაგზე შეიარები და აქ უფრო ბევრჯერ დააჭირა ვიღაცამ. ეგარი და მე მინიმუმ ერთი სტეპით წინ უკვე იქნები რომ ერთი სამჯერ აღარ გიხავს, მეოთხედ მაინც გეტყვის მაგას, მაგრამ კიდე იგივეზე დაივიდი რა. ხოლმე თუშმე ეგრე მიქნია. twin უნდა უბრუნოთ. კაი, მოიცა მარიამი, მე ნიკოლოზი და მე ხო, თორე გაჟი. მაგარია და ის შეგდება მოგწოთ რომ მოყვებია როცა მუშაობ და გითვალთვალებ. მაგრამ მე შეიძლება ახალ დიზაინს მოიგონებდა. კარგია, მაგრამ ძალიან ნორმალური პროცესია, მაგრამ არა, იმას რომ დააკეთება რა, ეხლა შენ პლუს რო არის რაღაც ანუ C-level-ზე რაღაცას ვაკეთებს. ვიღაც რაღაცას ვაკეთებს იმას და შესაბამისად არა, ხნავს იდეები მოგცეს, პირიქით იდეები წაიღე გაყიდე რა პრობლემა. აი ანგლისს აკეთებ, ესე ფილმაში ახალ იმას გავუხსენ და ხოლმე თავის და იქ თამაშობ. მე თამაში. მე არჩევ. ანდრი ადამიანი რომელიც 84 საათი მუშაობს კვირაში. კი ბატონო. ოღონდ დათრექი. ის კი არა ეს, ზეპირატი არა დათრექი. აი ბოლო ნაწილზე ვიტყვი, რომლებსაც არ ესმის დიზაინის მნიშვნელობა, ზოგადად ვიღაცას რო ესე უთხრათ, ვისაც ელაპარაკებით, რომ თქვენ დიზაინის მნიშვნელობა არ ესმის, შანსი არა, რომ იგივე აღქმა ჰქონდეს მასაც გონია, რომ დიზაინი კარგად ესმის და იმიტომ შემოდის პოლემიკაში. ზოგადად როგორც ამ პროფესიის, ასევე ნებისმიერი სხვა პროფესიის სენიორიტის განსაზღველი არის ის, რამდენად არგუმენტირებულად შეგიძლია შენი ხედვის გაკეთება. შესაბამისად, ვიღაც რაღაცაში ვიგედა, ალბათ რომ ეს ბათონი აქ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ნებისმიერ განწყობლებაში იქ ამას დიზაინის მნიშვნელობა არ ესმის, მან ვერ დამთავრდა ლაპარაკს. ანუ ეგ არის გასაუმჯობესებელი, რომ შენ რატომ გონია რომ უკეთესია შენი გადაწყვეტა იმის დარწმუნება. ანუ ეგეც ხელი, მაგრამ მე მეკონდა რომ ბაც, მაგრამ თქვენ ბაც თქვენ ფიგმაში შემოდიოდა ადამიანი, რომელიც არ იყო დიზაინერი და ეს ანომალია და გერმანიაში კომპანია ვერასდროს ვერ ადამიანს ვერასდროს ვერ აქვს, მაგრამ ნორმალურ კომპანიაში ეს ეგრეაც. ანუ არგუმენტი მე ასაუბრეს რა, მე ესე მომწონს ან ესე არის უკეთესი ეგ ანუ ეგ არის ნახატი ხო არა რა, ვიღაც გასულოს ვიღაცას სავალოდ და ხო და ეგრე არის რა. შესაბამისად შენ თუ დაგიმტკიცებს, შენ ნიკოლოზ კი, შენც რომ მიგაკ რაღაც გაკეთებული, შენც უნდა გქონდეს არგუმენტი, რომ ეს შენი კონცეფტი დაიწყო, თორე ეგრე ისიც გეტყვის, ესე არ მომწონს და ისე ქენია. და შენც თუ ეგრე უნდები რომ ეს მოდელა ტრენდულია და იქ ეგრე ვნახე, ეგრეც არ მუშაობ. არა, ეს კი არის. ხო, აი რა შეგეძლო? ეგრე რომ გეტყვის არა, უნდა დააგებო თავი.
კიდე რა იყო? არაფერი, ეს კითხვაზე თუ არა გაქვს სხვა რამე პასუხი, შეგვიძლია გადავიდეთ ჩანდეს. ანუ მინდა რომ აი ბოლო 4 კითხვა არის და სულ ეგ არის და დამთავრდება განგოწამება და ყველა კლიენტი კიდე არის ძალიან სხვანაირი, ხო, ეგრეა. როგორ? ინდივიდუალური ყველა თავისი გაგება აქვს, რაღაცა ხედვა. ბევრი კლიენტის და მაგალითად ბევრი რამ მისწავლე, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ სფეროს ჩემზე მეტი გამოცდილება გქონია და მაგას სხვა შევხედოთ, მაგრამ შემაგალითად რომ ძალიან ცუდია როცა უას გადაწყვეტა და მე ახალ კითხვაზე გადავიდე. ერთი კარგი სტატია ჩავაგდებ მე ჩატში, რომელიც არის ინფორმაციის კომპრესიაზე. რომ ერთ ადამიანმა რო დაინახოს მეორე ადამიანი რას ამბობს, რაღაცა უნდა გადაითარგმნოს, ხო? როგორ გადაითარგმნება, შევთავაზოთ, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს ეს რაღაცას. აი ხშირად გამოვყოფ, რომ როცა არის მის დიზაინის მნიშვნელობა, გასაკეთებთ მენეჯერს. პირველი რაც მნიშვნელოვანია, გავიგოთ რატომ. ანუ მას არის მის თუ მაგალითად მიზნებთან რეპრეზენტირებს რაღაცას, იქიდან კავშირი მოახშენებს. ყველაზე ხშირად არის ხოლმე, როცა კომუნიკაცია ვერდება, როცა შენ მენეჯერს არ აქვს ნათქვამი, რომ ვიღაცის ხმის კომენტარს გეუბნება. ანუ თვითონ ვერ აპრეზენტირებს შენ გაკეთებულს ისე, რომ ჭალებში უხეშად რომ თქვა გაიყიდოს, ხო? ან იზრირებულება დაამოწოს. ამისთვის რამდენიმე რამე აუცილებლად არის გამოყენებული. რაც შეიძლება გამიყოთ ის, რომ არგუმენტაცია, რომ რა გადაწყვეტილება რატო გაკეთდა, რომ თვითონაც იგივე გამოიყენოს, მაგალითად სხვასთან კომუნიკაციის დროს. ეს თუ კიდე სხვა ლეველები ერთვება კომუნიკაციაში. რა აუხსნა? თუ მხოლოდ ერთ-ერთია, ხო, ესეთი ამბავი. არის რომ მე ვიზახებ მას PR დიზაინერი, რომ და მოძებნოთ კიდევ აქაც კარგი პრაქტიკებია, რა. მოდი ერთად ისე ვაუხსნა არგუმენტაცია გადაწყვეტილების და სხვა ვერსია სადაც აქვს. ის ვერსიაც ერთად გააკეთეთ. ხშირად დამეყუნეთ, არ ვიცი ალბათ 70%-ში ახალი რაღაცა იმართება, რომელსაც მე შეთანხმები, და ისიც ეთანხმები. მაგრამ არც ის არის, რაც დასაწყისი ჩვენ იყო და არც ის, რაც მინდა. კი. ამიტომ ერთად გაკეთება ამ მეორე ნაწილში კიდევ უფრო სულ ერთად გაკეთება და ნახევარსაათი პრობლემა გადაადგილო რაღაცები, ხო? და კიდევ უფრო სიმუსები იდეები გაკეთება. კი, მინდაობა უნდა იყოს მაგის ორივე მხარეს. წინასწარ შემთხვევაში ძართული სამუშაო სამუშაო ერთი მხარეს უნდა იყოს შეიძლება და PR დიზაინი ძალიან მეთოდი არის და მეთახმები გვას რომ PR დიზაინი მარტო დიზაინერთან მუშაობას არ ნიშნავს. PR დიზაინი ნიშნავს რომ სხვა ნებისმიერ დაინტერესებული ადამიანი, რომელიც გეხმარება რომ იდეები მოგაწოდოს. იდეები, ანუ იცით რა რაღაცა, თქვენ ხართ მისი ხელები რა, ის ვერ შემოგოთ მაგას, სკილები არ აქვს და თქვენ უკეთებთ ამას. ეგ იმას არის რომ სულ რამის ვხედავთ, რომ თქვენ ფილტრად ადვოკატი როცა მოახდენთ ამისას და იხდით რომ ეს კაი ერთია, წამოყავთ არ წამოყავთ. პილოზე და წამოყავთ, მეათეზე წამოყავთ ალბათ. კაი, ამას გადავახდები ახლა ამ კითხვას, გადავალ როგორ მუშაობთ იუზ კვლევაზე, როცა ბიუჯეტი არ შესწავლებს შესაძლოა. ჯგუფში გავხსნეთ, თუ ბიუჯეტი შეზღუდულია და თქვენი იუზერები ვიქნებით ჩვენ. ნუ ტარგეტს გააჩნიათ ახლა და ტარგეტი უნდა იყოს კონსუმერში ალბათ რაც არ უნდა გააკეთოთ თითქმის ყველაფერს ალბათ სხვა კონსუმერებსაც რა. და გამოგვიყენა ჩვენ უნდა შევალა და ყველა კვლევაც იყო ხოლმე თითქმის ვაფსები ხოლმე რაც იყო რაოდენობრივი ძირითადად ეგენ მარტივია და თვისობრივზე ყოფილა ერთ-ორ ფოკუს გრუპშიც და მინდა მოწოდო. მე გიჩვენეთ რომ შედგა თულებით ჩვენ ქვეყნის გირჩიოთ ჯგუფი დაპოსტა ახლა ყოველს ვერს დაიმახსოვრეთ. ჩემი ყველაზე ფავორიტი თული ბოლო პერიოდში აღმოჩნდა usability testing-ისთვის საკმაოდ თული არის და მაგას ვიყენებ ხოლმე ხშირად. ჯგუფში გავაზიანებ ხო, ანუ ეხლა ჩამოთვალ ძალიან რთული არის, ბევრი თულია საკმაოდ. და ყველა ინდივიდუალია მართლა აი trick testing-ები დაწყებული, card-sorting-ი დამთავრებული, რა გადრება იმის მიხედვით უნდა არჩიოთ. და ძვირი სიამოვნებაა ძალიან. ანუ ყველაზე ძვირი დიზაინ თულებში UX research თულები რეალურად რა. რა $80-100 ეწევა ხოლმე. რატომ არის ბაზაზე ინტერნის პოზიციაზე დასაქმების ასეთი სირთულე? როგორ ხედავ ამ პრობლემას მოგვარების გზებს? თქვით ეს უკვე და პრობლემა არის კომპანიაში ინფორმაცია უნდა იწიოს კომპანიებში, უფრო მეტად უნდა მოხდეს სწორი რეკვირემენტების გაწერა და მე ამ რეკვირემენტების მიხედვით აქედან არის აკადემიებმა და სასწავლებლებმა ზუსტად ნახვედრაში უნდა მოიყვანონ სწავლების მეთოდიკა, რომ იქიდან წასული ადამიანი პირდაპირ იქ სწავლდეს და მაგას აკეთებენ, რავი,
დიზაინის სტრუქტურის გარდა კიდე რასაც ავარცარ მინახავს რომ ცდილობენ რომ მიუახლოვდნენ მაგ დამოკიდებულებას და რავი ვითარდება ეგ მხარე მგონია რომ არ არის დაჭერილი დავამთავრე UX UI დიზაინ კურსი და როგორ გავაგზავნო დამოკიდებული განვითარება ისე რომ მოტივაცია ტემპი შეენარჩუნა ძალიან კაი ის ეგ იქ უნდა ესწავლებოდი ხო მაგრამ ნიკოლოზ მასიფა რომ აი 30 დღე ჩელენჯი აიღე რა ჩელენჯი აიღე საკუთარ თავად არის რასაც შეასრულე ანუ ერთი პროექტი მორჩა გავაკეთე და პრეზენტაცია ქონდა ყველაფრის რავი სტადია დავწერე ეგ არის საკმარისი შეგიძლია ოკეი quick pass quick ნებავ კი quick ენტიტიზი დარეგისტრირდით და იქ ჩავწერე რომ რაზე შემხდები რა უთხარი რომ ჩემ кейსტადის გაგიზიარებ და შემომისმინე და შევაფასოთ ერთად ძალამებრად უნდა მოიგზავნო ანუ ხელოვნურად შენ თავში დეს იმას რომ დაიწყო ამაზე მუშაობა რესურსსა და ვიდეოსაც რომ დავდებით გაცნობიერება ხელოვნურად ჩაება უნდა გააკეთო და შენ თავში სტილური რომ გააკეთო მოგზადების ისე გაგიჭირდება რელოკაციაზე ვიტყვი ერთოს თვითონ მეზობლების არჩევი კურსები დავუნდა იმანის დაამთავრა რელოკაციის ეტაპები როგორ დავიღოთ ან როგორ არის შესაძლებელი რომ ამ პროცესის გადაწყვეტის კომპონენტში როცა გამოსულა მინიმუმ გვაქვს საერთოდ მარიამ გავხო ის Okay, net product manager ვეტავი გადაწყვეტი მაგრამ რელევანტურია პირველ რიგში მინიმალური გამოცდილებით მე არ ვიცი არ მინახავს არავინ და იმედებს არ შეგექმნით თუ იქ ცხოვრობთ იქ სწავლობთ უკვე და იქ დამთავრებული მე დაიწყეთ მუშაობა არის მაგრამ საქართველოდან 1-3 წელი გამოსვლება მაინც მქონდეთ ალბათ გეტყვით რელევანტური კომპანიების მონახვა მაგრამ მე ხარ მოდიყვებით 22 წელს გადავცხოვრდი ლონდონში და მაშინ ჯერ კიდევ პასუხობდნენ LinkedIn-ზე ეხლა აღარ არის და მესმის ძალიან ბევრი ისპანება skilled worker visa UK-ში და ამ skilled worker visa-ს დიდი კომპანიები აკეთებენ, პატარა კომპანიებზე არ მოცდეთ ეცადეთ აი დიდი ნეიმებზე გახვიდეთ და არის ასევე ტალანტის ვიზა UK-ში ვიცი არის, ამერიკაში ვიცი არის, სხვებში არ ვიცი, ზუსტად მე მგონი არის ევროპაშიც ხო, ტალანტის ვიზა მაგის აღებაში დამეხმარა მე ეს community საქმეებს ვაკეთებდი, აი გური რას საკეთებს ახლა რა იგი ეხმარება გიზიარებ რაღაც ესეთი თემები და იმედი მოგქვით ტალანტის საიდან ძალიან ეხმარება, ამიტომ სასკულის გარეთ შეგიძლიათ აკეთოთ რომ თან ყოველდღე ონლაინ მაქსიმალურად უნდა დაკუმენტიროთ რომ ამას აკეთებთ ისე ვერაფერს არ გაიგებს ესეთი პროფილი გეხმარებათ მე როგორც ტალანტ ვიზაში და skilled worker ვიზაში გეხმარებათ დიდი კომპანია მინიმუმ 3 წელი გამოსვლება პორტფოლიო აუცილებლად ონლაინ აუცილებლად ონლაინი აქტიურობთ სუპოსტად მოყევით ბლოგი წერეთ და ესე შეგამჩნევენ და მე კონექშენებთანაც relationship-ს აწყობთ LinkedIn-ზე და ესე მე როგორც აღმოაჩინეს იყო მე LinkedIn-ით დავაკონტაქტე და მოეწონათ რაღაც ჩემი გამოსვლება და მე გასაუბრებლად წავედი მადლობა ძალიან სწრაფი და მაგარი პასუხი რომ მოკლედ ძალიან მადლობა შემდეგ კითხვა ბოლო წინ ვიხარი რომელი ქვეყნებია ყველაზე მაღალ შემოსავლიანი UX UI ხო ამერიკა ძალიან მაგარი პასუხი ამერიკა მე UK ავსტრალია კონკრეტული შტატები ანუ კალიფორნია და ნიუ-იორკი აკეთებ ხარეს ყველაზე მაღალი არის სან-ფრანცისკო ბეიარიაში ცხოვრებაც მაღალი ხარისხი და მოკლედ ამერიკას პირდაპირ ვარ დავეტაკაც, მოდი დავიწყოთ ქვემოთ, გერმანია, შეგვიძლია, ესპანეთი, პორტუგალია, ესპანეთში ბარსელონა კონკრეტულად, UK-ში მოგა? ხო, ბრიტანეთში, ხო, ლონდონი მოკლედ ფუხს ტექსტ-სტარტაპები ეხლა კანადა, ტორონტო. კანადაში ხო, კანადიდანაც ბევრი კაი დიდი სტარტაპები Shopify მაგალითად კანადიდან არის და Helsinki რაღაც და ის შვედეთი, შვეიცარიაც მაგრამ წამოიწია სხვათა შორის ესტონეთი და ჰოლანდია ტოპ არის თითქმის არის ქვეყანა ევროპაში ხა მაგას რო თქვა რომ აი რაღაცა სტარტაპს ვერ აკეთებენ რა აკეთებენ UK მოკლედ ყველაფერს აბრუნებს რეგიონებში რა დიდი ის არის talent pool-იც დიდი აქვს venture-ებიც უფრო მეტნი არიან angel investor-ებიც მეტნი არიან და ვიტყვი რომ სინგაპური აზიასაც უნდა ეს ხარ სინგაპურში უნდა წასვლა. მინდა რომ სინგაპური ძალიან შტამბეშტავია.
მაღალი ხელფასები გაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალბადი არის, მობილის ვაჟა სინგაპურიდან არის, ეცადეთ. და დაბალ ტესტი აქვს. ამას მეტყოს გამაზიანებ, კვლევა გავაკეთე, ალბათ 1 წელიწადზე მეტია რა. ფიზიკურადაც მიმოგზაურე და ბლოგს თუ მოვასწრებ, დავწერე მე რელოკაციით ვარ დაინტერესებული, უბრალოდ უფრო ნომად სტილის რელოკაციით. ვაშ. ხალა ნომადის თემამისა და ერთ რამეზე არ ვიქნები რა, მეთეჩებული და ჩემს მოკლედ ამას დაკვირვებას გაგზავნეთ. როგორია developer handover process-ი თქვენ კომპანიაში? მე კომპანიაში ვარ, მაგრამ შემიძლია ითქვათ, რომ ჩვენი handover-ი, ჩვენი developer-ები დიზაინს დაგეთებენ. შესაბამისად, მათი matching skill-ები დიზაინთან და plus code-თან მოთხოვებით საკმაოდ მარტივია. ზოგჯერ არც handover-საც არ არიქანებენ, ფირმას handover-საც დედაბერა გეთებენ და ნუ დიზაინ სისტემა თუ გააქვს, რაც UI-ი თუ გააქვს, მაქსიმალურად ცილდება handover-სა და იმის შორის გამოყენება რა, ანუ პირდაპირ იცი რომ ამას აიღებ და აგერ რა. კომპონენტი გააქვს და კომპონენტი აგერ. ამაზე მე ჯგუფში ვიდეოს დავდებ ახალი თული და ახალი მეთოდი გამოჩენილი, რომელთაც მე თვითონ გავხდი ფრონტენდ დეველოპერი. და ნებისმიერ დიზაინს შემიძლია ავაწყო ფრონტენდში. ამას მაგალითად თავს მართლა კაი პრაქტიკა არის და დეველოპერების ჩათვლა საერთოდ არ გამჭირდება. ან მართლა ერთ-ერთი შემიძლია აწყოს. და HTML CSS. კი, არა, React-ზე მასალვარ TypeScript-ზე და მოკლედ ცოტა მაღალ დონეზე აქვს საუბარი. AI ხო, AI ხო. აი, გავი. მე გადავახტი ამას. მე შეიძლება ცუდი ეთეშეს ერიმავს და აცნობრივად თქვენს ეგ ხართ. ADHD-იანი ხალხი ვართ და შესაძლოა არ მინდა 2 საათი რაღაცა ვილაპარაკო. მე კი სპეციფიკის მოსმენაც არ მინდა, მაგრამ ანუ make it short always is good. Like ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი ძალიან ისეთია, მარტივია. კიდევ აქვს კითხვა? Okay. ინსპირაცია გისი. როგორ წეროთ ის кейსები? აი, grows.design, ყველაზე მაგარი. grows.design. მაგარი კარგი მოყოლილი. ხო, ხო, ეგ ხო ჩემი დიდი ინსპირაცია. დაელოდე ჩემი სტარტაპს, AI, რომელიც იქნება storytelling tool-ი, ყველაზე მაგარი, რაც კი WhatsApp-ი, მართლა ავაჭრო. Yes. კიდევ front-end development fonti hyperface strategy ახალი ჩვენ ჯგუფში არის აპრინული შეგიანა ხო hyperface მონიტორები ერთი ჩვენი ჯგუფელი გაკეთებული არის მოკლედ shot.so shot.so SEO shots.so ana shot.so კომუნიკაცია მოკლედ იმას აკეთებ rotation რაღაცა LS graphics LS graphics იქთაგენი ხო ეგენი კაი craftwork.org ეგეც კაია გავაზიარებ მაგას მოკლედ დესკტოპის დამსახურება ძალიან ტვინის ბუქი ფოტები typeface ქართულ ფოტოზე მოსავლა კაი ერთ პატარა სნიპისაც ეჭვით და დავშალოთ გონილა მოკლედ გიორგი აღარემ გიწავიდა მაგრამ ეგეთ ინიციატივა მინდა გავაჟღერ ახლა ყველა მომისმენთ მომისმენთ მე ფარავისობ ეს ინიციატივა ძალიან დიდხანია მასწავლებს და ვფიქრობ რომ ეხლა არის ყველაზე კარგი დრო რომ ეს გავაკეთოთ მინდა რომ საქართველოს კონდეს